მილიარდერმა იცნო თავისი ყოფილი გოგონა ქუჩაში, როგორც უსახლკარო, როდესაც გაიგო მიზეზი, შოკში ჩავარდა. თუ ეს ისტორია თქვენთვის საინტერესოა, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და გვითხრით, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. გავაგრძელოთ. თბილისის ქუჩები გაზაფხულის იმ დილას აქტიურობით იყო სავსე. გიორგი ბერიძე, შესანიშნავად ჩაცმული იტალიური კოსტიუმით, მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა რუსთაველის გამზირის ტროტუარებზე. მისი ტელეფონი გამუდმებით რეკავდა შეხსენებად იმ უამრავი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მას მინის და ფოლადის კოშკში ელოდა. 45 წლის გიორგი წარმატების ცოცხალი გამოსახულება იყო. მან ნულიდან ააშენა ტექნოლოგიური იმპერია და მისი სახე რეგულარულად ამშვენებდა ბიზნეს ჟურნალების ყდებს. თუმცა როდესაც ის აჩქარებულ ტურისტებსა და ოფისის თანამშრომლებს ათვალიერებდა, სიცარიელის გრძნობა ეუფლებოდა როგორც ყოველთვის, როცა საკუთარ თავს საშუალებას აძლევდა დაეშვა ფარი. სწორედ მაშინ დაინახა ის. ქუჩის კუთხეში დაზიანებულ ყვავილების დახლთან ნაცნობმა ფიგურამ მიიპყრო მისი ყურადღება. გიორგის გული შეკრთა, როცა იცნო, თამარ კველიძე მისი ახალგაზრდობის ყოფილი შეყვარებული, სიყვარული, რომელიც მიივიწყა. მაგრამ ეს თამარი მხოლოდ აჩრდილი იყო იმ ქალისა, რომელსაც იხსენებდა. მისი თმა, წინათ აბრეშუმივით რბილი და ბზინვარე, ახლა უფერული და ულელი ჩანდა. მისი ტანსაცმელი, ოდესღაც ელეგანტური, ახლა გაცვეთილი და მისი გამხდარი სხეულისთვის ზედმეტად დიდი ჩანდა. მისი თვალები, რომლებიც ოდესღაც ამბიციითა და სიხარულით ციმციმებდნენ, ახლა ღრმა სევდას გამოხატავდნენ. გიორგი უცებ შეჩერდა, ვერ აღიქვამდა სცენას მის წინაშე. თამარი საკუთარ ფიქრებში ჩაძირული ჯერ ვერ ამჩნევდა მას. ერთი წამით იფიქრა გზის გაგრძელებაზე, თითქოს ვერ დაინახაო. მაგრამ რაღაც მის შიგნით ცნობის მოყვარეობისა და ემოციის ნაზავი, რომელსაც ვერ ასახელებდა, უბიძგებდა მასთან მისასვლელად. თამარ, მისი ხმა უფრო არადარწმუნებული ჟღერდა, ვიდრე სურდა. მან აიხედა გაკვირვებული. ცნობამ გაიელვა მის თვალებში, რასაც სწრაფად მოჰყვა სირცხვილისა და შეგუების ნაზავი. გიორგი, უპასუხა წყნარი ხმით. დიდი დრო გავიდა. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, უხერხული იყო, დაუსმელი კითხვებითა და ტკბილმწარე მოგონებებით დატვირთული. გიორგიმ შეამჩნია, როგორ შეიკუმშა თამარი ოდნავ, თითქოს გაქრობა სურდაო. როგორ ხარ? კითხა მან გააცნობიერა რა, რამდენად შეუსაბამოდ ჟღერდა კითხვა ამ ვითარებაში. თამარმა მწარე ღიმილი გამოხატა. უკეთესი დღეებიც მქონია, უპასუხა ირონიის ნოტით. გიორგიმ თავი დაუქნია, არ იცოდა რა ითქვა. მისი გონება უნივერსიტეტის წლებში გაემგზავრა, როდესაც ორივე დაპყრობისა და წარმატების ოცნებებს იზიარებდა. თამარი ბრწყინვალე, ამბიციური, სიცოცხლით სავსე იყო. მისი ახლა ასე შეცვლილის დანახვა მტკივილისა და დანაშაულის განცდა გამოიწვია მასში. გაქვს დრო ყავისთვის, სიტყვები მის პირიდან გამოვიდა, სანამ მოიფიქრებდა. თამარი დაეჭვდა, გარშემო იყურებოდა, თითქოს გასასვლელს ეძებდა. საბოლოოდ შეგუების ამოსუნთქვით, თავი დაუქნია. ფიქრობ, კი, თქვა ხმით, რომელიც მიანიშნებდა, რომ აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი. სანამ ისინი უახლოეს კაფეში მიდიოდნენ, გიორგის არ შეეძლო არ ეფიქრა იმ მოულოდნელობებზე, რომლებსაც ცხოვრება გვთავაზობს. როგორ მივიდნენ ამ წერტილამდე? რა მოხდა თამართან ყველა ამ წლის განმავლობაში? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რატომ გრძნობდა, რომ ეს შეხვედრა სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას? რასაც არც ერთი მათგანი არ იცოდა იმ მომენტში იყო ის, რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა თბილისის ქუჩებში იყო მხოლოდ დასაწყისი ისტორიისა, რომელიც გამოცდიდა მათ გულებს, გაამჟღავნებდა დიდი ხნის მანძილზე დაცულ საიდუმლოებებს და აიძულებდა მათ გაეძლოთ წარსულისთვის, რათა შეეძლოთ მომავლისკენ ყურება. ახლად მომზადებული ყავის არომატი ავსებდა პატარა დაწესებულებას, სადაც გიორგი და თამარი დასხდნენ, თბილისის ქუჩების ხმაურისგან განსხვავებულ სამყაროში. გაპრიალებული ხის მაგიდა მათ შორის უფსკრულს ჰგავდა, დატვირთული წლების სიჩუმითა და განშორებული გზებით. გიორგი უყურებდა თამარს, როცა ის გაფანტულად ურევდა ყავას. მისი ხელები, ოდესღაც მოვლილი და ელეგანტური, ახლა მძიმე შრომისა და უყურადღებობის ნიშნებს ამჟღავნებდა. კვანძი შეექმნა მის ყელში, როცა იფიქრა, რამდენად შეიცვალა ყველაფერი. რა მოხდა, თამარ? კითხა ბოლოს, ვერ შეიკავა ცნობის მოყვარეობა და შეშფოთება. ბოლოს, როცა შეგხვდით, ფეხქვეშ გეფინათ მთელი სამყარო. აპირებდით საპატიო დიპლომით დასრულებას, ჰქონდათ სამსახურის შეთავაზებები საუკეთესო კომპანიებისგან. თამარმა აიხედა, მისი ძველი ცეცხლის ჩრდილი ერთ წამში გაბრწყინდა მის თვალებში. ცხოვრება, გიორგი. ცხოვრება მოხდა, უპასუხა მწარე სიცილით. ყველას არ აქვს იმის ბედი, რომ მისი ოცნებები რეალობად იქცეს.
გიორგი უხერხულად შეიშმუშნა თავის სკამზე, გააცნობიერა რა, რომ მისი წარმატება ახლა დაცინვად ჩანდა თამარის მდგომარეობის წინაშე. შემიძლია გკითხო რა მოხდა მას შემდეგ. მას შემდეგ, რაც დავშორდით, თამარმა მოსვა ყავა, თითქოს ძალას ეძებსო მწარე სასმელში. ჩვენი დაშორების შემდეგ დაკარგული ვიგრძენი თავი. შენ იყავი ჩემი ღუზა, ჩემი თანამგზავრი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. შენ გარეშე ყველაფერი ნაკლებად ნათელი, ნაკლებად მიღწევადი ჩანდა. ის შეჩერდა დაკარგული საკუთარ მოგონებებში. ვიღაც გავიცანი. ვიღაც, ვისაც თითქოს ესმოდა ჩემი ტკივილი, ვინც დამპირდა მზრუნველობასა და მხარდაჭერას. თავიდან ყველაფერი იდეალური იყო. იყო ყურადღებიანი, მზრუნველი. მაგრამ საგნები თანდათანობით შეიცვალა. გიორგი ყურადღებით უსმენდა, მკერდში ცუდი წინათგრძნობა იზრდებოდა. ის გახდა მაკონტროლებელი, განაგრძო თამარმა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. დაიწყო ჩემი იზოლაცია მეგობრებისა და ოჯახისგან. აკრიტიკებდა ყოველ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებდი. სანამ გავაცნობიერებდი, უკვე დავტოვე ჩემი სამსახური, დავკარგე კონტაქტი ყველასთან, ვინც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. და ყველაზე უარესი ის იყო, რომ მჯეროდა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. გიორგი მიგრძნო, რომ მასში რისხვა იზრდებოდა. თამარ, ეს ძალადობაა. რატომ არ მოძებნე დახმარება? მან თავი გააქნია, მწარე ღიმილი ტუჩებზე. არ არის ასე ადვილი, გიორგი. როცა ამ სიტუაციაში ხარ, ნათლად ვერ ხედავ. საკუთარ თავს არწმუნებ, რომ საგნები გაუმჯობესდება, რომ თუ მხოლოდ ცოტა მეტად ეცდები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავიდან. რამდენ ხანს გიორგიმ ვერ დაასრულა კითხვა. 7 წელი უპასუხა თამარმა, მისი ხმა ოდნავ გატყდა. ჩემი ცხოვრების 7 წელი, რომელიც გაქრა. როცა ბოლოს ვიპოვე ძალა წასასვლელად, არაფერი მქონდა. არც სამსახური, არც დანაზოგი, არც მეგობრები, ვისაც მივმართავდი. მას შემდეგ ვცდილობ ჩემი ცხოვრების აღდგენას, მაგრამ რთულია, როცა ჩანს, რომ სამყარო შენ გარეშე გაგრძელდა. გიორგიმ გაიწოდა ხელი მაგიდაზე, ერთი წამით დაეჩვდა, სანამ თამარის ხელს აიღებდა. ძალიან მწუხვარ თამარ. რომ მწოდნოდა. მან ნაზად გასწია ხელი, არ არის შენი ბრალი, გიორგი. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღო? შენ გააგრძელე შენი გზა და გახდი წარმატებული კაცი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი. ნე. რამდენიმე ცუდი გადაწყვეტილება მივიღე. მაგრამ ახლა თავისუფალი ხარ, თქვა გიორგიმ, იმედის სხივის პოვნას ცდილობდა. შეგიძლია თავიდან დაიწყო. თამარმა უსიხარულოდ გაიცინა. თავიდან დაიწყო? ჩემს ასაკში. წლების განმავლობაში სამუშაო გამოცდილების გარეშე, კონტაქტების გარეშე, ცენტიც კი არ მაქვს ჩემს სახელზე? არ არის ასე ადვილი, გიორგი. სამყარო არ არის კეთილი იმ ქალების მიმართ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თამაშგარე იყვნენ. გიორგი მიგრძნო, რომ რაღაც მის შიგნით ამოძრავდა. დანაშაულის, თანაგრძნობისა და უფრო ღრმა გრძნობის ნაზავი, რომლის დასახელებასაც ვერ ბედავდა. დამანებე, დაგეხმარო, თქვა იმპულსურად. თამარმა გაკვირვებით შეხედა. დამეხმარო. რატომ გააკეთებდი ამას? რადგან ერთ დროს უფრო მეტნი ვიყავით, ვიდრე მეგობრები, თამარ. რადგან ვიზიარებდით ოცნებებსა და იმედებს. და რადგან არავინ იმსახურებს იმის გადატანას, რაც შენ გადაიტანე, აღდგენის შანსის გარეშე. მან მკაცრად შეხედა, მის თვალებში რაიმე დამალულ მოტივს ეძებდა. არ მჭირდება შენი ქველმოქმედება, გიორგი. ეს არ არის ქველმოქმედება, უპასუხა მან მტკიცედ. ეს არის შანსი. იგივე შანსი, რომელიც შენ მომეცი წლების წინ, როდესაც დაიჯერე ჩემი და ჩემი გიჟური იდეები კომპანიის შექმნის შესახებ. დამანებე, დაგიბრუნო სამაგიერო. თამარი, როგორც ჩანდა, შინაგან ბრძოლას აწარმოებდა. მისი სიამაყე ებრძოდა საჭიროებასა და უკეთესი მომავლის იმედს. საბოლოოდ, დანებების ამოსუნთქვით, მსუბუქად დაუქნია თავი. კარგი, თქვა დაბალი ხმით. ვიღებ შენს დახმარებას. მაგრამ ერთი პირობით, ეს არის სესხი, არა საჩუქარი. დაგიბრუნებ ყოველ თეთრს, როცა ფეხზე დავდგები. გიორგიმ გაიღიმა, იგრძნო, რომ რაღაც მის შიგნით ნათდებოდა. შეთანხმებულია. როდესაც კაფედან გამოვიდნენ, არც ერთი მათგანი არ აცნობიერებდა, როგორ შეცვლიდა ეს გადაწყვეტილება მათ ცხოვრებას სამუდამოდ.
წარსული, რომელიც დამარხულად მიაჩნდათ, მზად იყო თავიდან ამოსულიყო, მოიტანდა საიდუმლოებებს, რომლებიც შეარყევდა ყველაფრის საფუძვლებს, რაც მათ იცოდნენ საკუთარი თავისა და ერთმანეთის შესახებ. გიორგისა და თამარის ისტორია მხოლოდ იწყებდა გაშლას და ბედს მზად ჰქონდა ისეთი სიურპრიზები, რომელთა წარმოდგენაც არც ერთ მათგანს არ შეეძლო. კაფეში შეხვედრის შემდეგ დღეები აქტიურობის მორევი იყო. გიორგი, თანაგრძნობისა და უფრო ღრმა გრძნობის ნაზავით, რომლის დასახელებასაც ჯერ არ ბედავდა, მთლიანად მიეძღვნა თამარის ცხოვრების აღდგენას. პირველი იყო მისთვის ღირსეული საცხოვრებელი ადგილის მოძებნა. გიორგიმ დაჟინებით მოითხოვა პატარა, მაგრამ მყუდრო ბინის დაქირავება თბილისის მშვიდ უბანში. თამარმა თავიდან გააპროტესტა, ამტკიცებდა, რომ ეს ზედმეტი იყო, მაგრამ გიორგი შეუვალი იყო. ეს მხოლოდ დროებითია, დაარწმუნა მან. სანამ შეძლებს საკუთარ თავზე ზრუნვას. თამარმა უხალისოდ დათანხმდა, მაგრამ გიორგიმ შეამჩნია შვება მის თვალებში, როცა პირველად შევიდნენ ბინაში. ის მოკრძალებული იყო იმასთან შედარებით, რასაც ის მიჩვეული იყო, მაგრამ თამარისთვის ეს ახალი დასაწყისი, წლების არასტაბილურობის შემდეგ უსაფრთხო სივრცე იყო. შემდეგი ნაბიჯი იყო სამსახურის პოვნაში დახმარება. ეს უფრო რთული აღმოჩნდა. მისი ბრწყინვალე აკადემიური ისტორიის მიუხედავად, შრომის ბაზრის გარეთ გატარებულმა წლებმა თამარი არახელსაყრელ მდგომარეობაში დააყენა. ბევრი დამსაქმებელი სკეპტიკურად უყურებდა მას, როცა მის რეზიუმეში სიცარიელეს ხედავდა. გიორგიმ გამოიყენა თავისი კონტაქტები, გაამოძრავა ძაფები, მაგრამ დარწმუნდა, რომ ზედმეტად არ დააცვა. სურდა, რომ თამარს საკუთარი ღირსებებით მიეღო სამსახური, არა როგორც სამაგიერო მისთვის. საბოლოოდ, კვირების ძიებისა და ინტერვიუების შემდეგ, თამარმა მიიღო პოზიცია პატარა გამომცემლობაში. ეს არ იყო მისი ოცნების სამსახური, მაგრამ ეს იყო დასაწყისი შანსი ეჩვენებინა თავისი ღირებულება და აღედგინა თავდაჯერებულობა. ამ პროცესის განმავლობაში, გიორგი და თამარი ბევრ დროს ატარებდნენ ერთად. თავიდან მათი ურთიერთქმედება შეფერილი იყო უხერხულობითა და გადაუჭრელი დაძაბულობით. მათ შორის ძალიან ბევრი ისტორია იყო, ძალიან ბევრი გამოუთქმელი გრძნობა. მაგრამ თანდათანობით, როგორც კი ერთად მუშაობდნენ, თამარის აღდგენის პროექტზე, როგორც გიორგი ხუმრობით უწოდებდა, ბარიერები დაიწყო დაცემა. უნივერსიტეტის მოგონებებზე გაზიარებული სიცილი, გრძელი საუბრები მათ ცხოვრებასა და ოცნებებზე, მოწყვლადობის მომენტები, როცა თამარი საკუთარ თავს ტირილის უფლებას აძლევდა და გიორგი ჩუმად ამშვიდებდა. გიორგისთვის ეს პროცესი აღვიძებდა ემოციებს, რომლებიც დავიწყებული ეგონა. ის თავს იჭერდა იმაზე, რომ მუდმივად თამარზე ფიქრობდა, სუხდა მისი კეთილდღეობისთვის, ნატრობდა მის კომპანიას. მისი ცხოვრება, რომელიც ადრე ექსკლუზიურად მის სამსახურისა და წარმატების გარშემო ტრიალებდა, ახლა გრავიტაციის ახალ ცენტრს იძენდა. თამარი, თავის მხრივ, ებრძოდა წინააღმდეგობრივ გრძნობებს. ის ღრმად მადლიერი იყო გიორგის დახმარებისთვის, მაგრამ ამავე დროს თავს დამნაშავედ გრძნობდა. არა მხოლოდ მისი დახმარების მიღებისთვის, არამედ იმ საიდუმლოსთვის, რომელსაც ინახავდა, საიდუმლო, რომელიც სულ უფრო მძიმდებოდა მის სინდისში. ერთ საღამოს მას შემდეგ, რაც აღნიშნეს თამარის პირველი ხელფასის მომატება გამომცემლობაში, ისინი ბინის პატარა აივანზე ისხდნენ, ღვინის ბოთლს იზიარებდნენ. არასდროს მადლობა არ გადამიხდია სათანადოდ, თქვა უცებ თამარმა, უყურებდა გიორგის მბზინვარე თვალებით. ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. გიორგიმა გაიღიმა იგრძნო სითბო გულში, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ღვინოსთან. არ გჭირდება მადლობა გადამიხადო. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მსურს, იმიტომ, რომ მადარდებს. თამარმა ფიქსირებულად შეხედა, თითქოს გამოცანის ამოხსნას ცდილობსო. რატომ გიორგი? რატომ გადარდებ ამდენად ამ ყველა წლის შემდეგ? გიორგიმ მოსვა ღვინო, შესაფერის სიტყვებს ეძებდა. იმიტომ, რომ არასდროს შეწყვეტილა ჩემი ზრუნვა შენზე, თამარ. მაშინაც კი, როცა ჩვენი გზები დაშორდა, ჩემი ნაწილი მუდამ ფიქრობდა, რა მოხდებოდა შენთან, თუ მიაღწევდი შენს ოცნებებს. ის ცოტათი მიუახლოვდა მას, მისი ხმა ჩურჩულად დაეშვა. და ახლა, როცა კვლავ გიპოვე, ვაცნობიერებ, რომ ჩემი მთელი წარმატება, მთელი ჩემი ფული არაფერს ნიშნავს, თუ ვერ გავიზიარებ ვინმესთან, ვინც ნამდვილად მადარდებს. თამარმა იგრძნო, რომ მისი გული აჩქარდა. ერთი წამით საკუთარ თავისუფლება მისცა, წარმოედგინა მომავალი გიორგისთან ცხოვრება, სადაც წარსული უკან რჩება და შეუძლიათ თავიდან დაიწყონ. მაგრამ შემდეგ მისი საიდუმლო სიმძიმე დააწვა მას როგორც ლოდი. გიორგი, მე. დაიწყო, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა, არის რაღაც, რაც უნდა გითხრა. ის უყურებდა მას, მოლოდინით, არ იცოდა, რომ სიტყვები, რომლებსაც აპირებდა მოსმენას, სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას.
მაგრამ სანამ თამარი გააგრძელებდა, ბინის ზარი გაისმა, მომენტი გაწყდა. ეს იყო თამარის მეზობელი, სთხოვდა დახმარებას გადაუდებელ საყოფაცხოვრებო პრობლემასთან დაკავშირებით. მომენტი გავიდა. თამარმა ბოდიში მოიხადა და წავიდა მეზობლის დასახმარებლად, გიორგი მარტო დარჩა აივანზე, დაბნეული და ცოტა იმედგაცრუებული. როდესაც გიორგი ელოდა, ვერ წყვეტდა ფიქრს იმაზე, რასაც თამარი აპირებდა ეთქვა. რა საიდუმლოს ინახავდა? და რატომ გრძნობდა, რომ ეს იყო რაღაც, რამაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს მათ შორის. აივანზე თითქმის გამჟღავნების მომენტის შემდეგ დღეები გადაუჭრელი დაძაბულობით იყო დატვირთული. თამარი, როგორც ჩანდა, თავს არიდებდა გიორგისთან მარტო დარჩენას, ყოველთვის პოულობდა მიზეზებს გარკვეული დისტანციის შესანარჩუნებლად. გიორგი თავის მხრივ დებატებდა მისი სივრცის პატივისცემასა და იმის გაზრდილ საჭიროებას შორის, რაც თამარს თითქმის უნდა ეთქვა მისთვის. ერთ საღამოს, როდესაც გიორგი ელოდა თამარს გამომცემლობის გარეთ ვახშნისთვის წასასვლელად, დაინახა რაღაც, რამაც შეაცივა. დამაშინებელი გარეგნობის კაცი მიუახლოვდა თამარს, როდესაც ის შენობიდან გამოდიოდა. მან ძილიდან გიორგიმ დაინახა, როგორ გაფითრდა თამარის სახე, როგორ დაიძაბა მისი სხეული თავდაცვით პოზაში, რომელიც მას არასდროს უნახავს. ორჯერ დაფიქრების გარეშე გიორგი სწრაფად მიუახლოვდა. თამარ, ყველაფერი რიგზეა, კითხა, დადგა დამცველად მის გვერდით. კაცმა შეხედა გიორგის ზევიდან ქვევით, დამცინავი ღიმილი ტუჩებზე. ოჰო, თამარ. როგორც ჩანს, კატეგორია აგიწევია, თქვა ტონით, რომელმაც გიორგის სისხლი აადუღა. წადის, ზურაბ, თქვა თამარმა, მისი ხმა კანკალებდა, მაგრამ მტკიცე იყო. არაფერი გაქვს აქ გასაკეთებელი. გიორგიმ მაშინვე გაიგო. ეს იყო თამარის ყოფილი კაცი, რომელიც მას წლების განმავლობაში ცუდად ექცეოდა. იგრძნო, რომ მასში რისხვა იზრდებოდა, მაგრამ თავი შეიკავა, იცოდა, რომ კონფრონტაცია მხოლოდ გააუარესებდა საქმეს. გაიგონე, თქვა გიორგიმ, მისი ხმა მშვიდი, მაგრამ ფოლადის პირით. აჯობებს წახვიდე. ზურაბმა ორივეს შეხედან მისი ღიმილი გადაიქცა ზიზღის გრიმასად. ეს არ დასრულებულა, თამარ, თქვა, სანამ მოტრიალდებოდა და მოშორდებოდა. როგორც კი ზურაბი თვალს მიეფარა, თამარი ჩამოიშალა. გიორგიმ დაიჭირა ის, როცა კანკალებდა, ჩუმი ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. წამოდი, თქვა რბილად, მანქანისკენ მიუძღვა. სახლში წაგიყვან. თამარის ბინამდე მგზავრობა ჩუმი იყო. გიორგის შეეძლო ეგრძნო შიში და შფოთვა, რომელიც მისგან ტალღებად მოედინებოდა. როცა ჩავიდნენ, გააცილა კარამდე არ იყო დარწმუნებული, უნდა დაეტოვებინა თუ არა მარტო. დარჩი, გთხოვ, ჩურჩულით თქვა თამარმა და გიორგიმ დაუყოვნებლივ დაუქნია თავი. შიგნით თამარი დივანზე ჩამოიშალა, მისი სხეული კვლავ ოდნავ კანკალებდა. გიორგი მის გვერდით დაჯდა, ნაზად აიღო მისი ხელი. გინდა ამაზე საუბარი? კითხა რბილად. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ყველა ძალას კრებდა. ფიქრობ, ახსნა გმართებს, თქვა ბოლოს. არაფერი გმართებს, თამარ, უპასუხა გიორგიმ. მაგრამ აქ ვარ მოსასმენად, თუ გინდა ლაპარაკი. მან თავი დაუქნია და დაიწყო საუბარი. უამბო ყველაფერი ზურაბთან ურთიერთობის შესახებ, როგორ დაიწყო მომხიბვლელად და როგორ, ნელ-ნელა, გადაიქცა კონტროლისა და ძალადობის კოშმარად. უამბო შიშის წლების შესახებ, დატყვევებულად ყოფნის შესახებ, საკუთარი იდენტობის დაკარგვის შესახებ. გიორგი ჩუმად უსმენდა, გული ეტკინებოდა ყოველი სიტყვის გაგონებაზე. სურდა დაეცვა, სურდა წაიშალა მთელი ტკივილი, რომელიც გადაიტანა. მაგრამ არის კიდევ რაღაც, თქვა თამარმა ბოლოს, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. რაღაც, რასაც დღეების განმავლობაში ვცდილობ გითხრა. გიორგიმ შეხედა მას, მოლოდინით გრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ზღვარზე იყვნენ. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა, თავის მთელ სიმამაცეს კრებდა. გიორგი, როცა დავშორდით. ნე. ფეხმძიმედ ვიყავი. სამყარო თითქოს გაჩერდა გიორგისთვის. თამარის სიტყვები ეხმიანებოდა მის თავში, ვერ ახერხებდა მათ სრულად გააზრებას. რა, შეძლო ბოლოს თქმა, მისი ხმა ძლივს გასაგონი. ფეხმძიმედ ვიყავი, გაიმეორა თამარმა, ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. შენგან. მაგრამ შეშინებული ვიყავი, დაბნეული. არ ვიცოდი რა მექნა. და მერე გავიცანი ზურაბი და ის. მან დამარწმუნა, რომ არ შემეძლო ბავშვის ყოლა, რომ გამიფუჭებდა ცხოვრებას. გიორგი მიგრძნო, რომ ჰაერი აკლდებოდა. შვილი. ხავდა შვილი და არასდროს იცოდა. რა მოხდა ბავშვთან? კითხა, ეშინოდა პასუხის.
თამარმა თვალები დახუჭა, თითქოს მოგონება ძალიან მტკივნეული იყო. გასაშვილებლად მივეცი, თქვა ბოლოს. ზურაბმა ზეწოლა მომახდინა, მითხრა, რომ ასე იყო უკეთესი. ისე დაკარგული ვიყავი, ისე მოწყვლადი. დავეთანხმე. მაგრამ ეს ყოფილა ჩემი ცხოვრების უდიდესი სინანული. გიორგი წამოდგა, მოძრაობა სჭირდებოდა ინფორმაციის გადასამუშავებლად. შვილი. ყავდა შვილი სადღაც. შვილი, რომელიც არასდროს იცნო, რომელიც გაიზარდა იმის ცოდნის გარეშე, ვინ იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები. რატომ არ მითხარი? კითხა ბოლოს, მისი ხმა ტკივილსა და დაბნეულობას ურევდა. რატომ დაელოდე ამდენ ხანს? მეშინოდა, უპასუხა თამარმა, მისი ხმა გატყდა. მეშინოდა შენი რეაქციის, მეშინოდა იმის წინაშე დადგომის, რაც გავაკეთე. და მერე, როცა დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში, მეხმარებოდი. მეშინოდა შენი კვლავ დაკარგვის. გიორგი მისკენ მობრუნდა, ხედავდა ტკივილსა და სინანულს მის თვალებში. უნდოდა გაბრაზებულიყო, უნდოდა ეყვირა მასზე რაღაც ასეთი მნიშვნელოვანის დამალვისთვის. მაგრამ როცა შეხედა ისეთი მოწყვლადი და შეშინებული, შეეძლო მხოლოდ ღრმა სევდა ეგრძნო ყველაფრისთვის, რაც დაკარგეს. დაიჩოქა მის წინაშე, აიღო მისი ხელები თავისებში. თამარ, თქვა რბილად, ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ ნატკენი. ეს არის უზარმაზარი. მაგრამ მესმის, რატომ გააკეთე. და არ ვაპირებ, ამაში მარტო დაგტოვო. თამარმა გაკვირვებით შეხედა მისი რეაქციის გამო. არ გძულ ვარ. გიორგიმ თავი გააკნია. ვერ შემძლებდა შენი სიძულვილი, თამარ. მაგრამ მჭირდება დრო ამის გასააზრებლად. და გვჭირდება მეტი საუბარი, გავიგოთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენი მომავლისთვის, კითხა თამარმა, იმედის სხივი მის ხმაში. დიახ, უპასუხა გიორგიმ მტკიცედ. რადგან ყველაფრის მიუხედავად, ჩემი გრძნობები შენს მიმართ არ შეცვლილა. და ახლა უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა ჩვენს შვილთან. თამარმა თავი დაუქნია, შვებისა და იმედის ცრემლები ერეოდა ტკივილისა და სინანულის ცრემლებს. ვიპოვით მას, თქვა. ერთად. როცა ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ორივე მიცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი გრძელი და რთული გზისა. მათ უნდა გაეძლოთ წარსულისთვის, მოეძებნათ შვილი და ეცადათ მომავლის აშენება ერთად დაბრკოლებების მიუხედავად. მაგრამ პირველად დიდი ხნის განმავლობაში, როგორც გიორგიმ, ისე თამარმა იგრძნეს, რომ ჰქონდათ ძალა გაემკლავებინათ იმისთვის, რაც მოვიდოდა, თუ კი ერთად იქნებოდნენ. თამარის გამჟღავნების შემდეგი დღეები ორივესთვის ემოციების მორევი იყო. გიორგი მერყეობდა შოკს, სევდასა და თავისი შვილის პოვნის მძაფრ გადაწყვეტილებას შორის. თამარი თავის მხრივ ებრძოდა შვების ნაზავს, რომ საბოლოოდ გაიზიარა თავისი საიდუმლო და ღრმა შიშს იმის შესახებ, რა შეიძლება მოიტანოს მომავალმა. გიორგიმ გადაწყვიტა შესვენება აეღო თავისი სამუშაოდან, რომ კონცენტრირება მოეხდინა ძიებაზე. მან გამოიყენა ყველა თავისი რესურსი და კავშირები, რომ დაექირავებინა ქვეყნის საუკეთესო კერძო გამომძიებლები. ამოცანა არ იყო ადვილი, გავიდა 10 წელზე მეტი გაშვილების შემდეგ და კონფიდენციალურობის კანონები ართულებდა ჩანაწერებზე ჭვდომას. სანამ გამომძიებლები მუშაობდნენ, გიორგი და თამარი საათობით ათვალიერებდნენ ძველ დოკუმენტებს, ცდილობდნენ გაეხსენებინათ ნებისმიერი დეტალი, რომელიც შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სესიის დროს თამარმა იპოვა ძველი წერილი, რომელიც სრულიად დავიწყებული ჰქონდა. გიორგი, შეხედე ამას, თქვა, მისი ხმა ემოციით განკალებდა. ეს არის წერილი გაშვილების სააგენტოდან. არასდროს გამიხსნია. იმ მომენტში ძალიან მეშინოდა. კანკალა ხელებით, გიორგიმ გახსნა გაყვითლებული კონვერტი. შიგნით იყო მოკლე შენიშვნა და ფოტოსურათი. შენიშვნა უბრალოდ ამბობდა, თქვენი შვილი აყვანილია მოსიყვარულე ოჯახის მიერ. ვურთავთ ფოტოს თქვენი სიმშვიდისთვის. ფოტოსურათზე ჩანდა დაახლოებით 6 თვის ბავშვი, დიდი ყავისფერი თვალებითა და უკბილო ღიმილით. გიორგიმ იგრძნო, რომ სუნთქვა შეუწყდა. ეს იყო პირველი, როცა ის ხედავდა თავის შვილს. შენ გავს ჩურჩულით, თქვა თამარმა, ცრემლები თვალებში. გიორგიმ თავი დაუქნია, ვერ ახერხებდა ლაპარაკს. თავისი შვილის, რომელიც არასდროს გაუცნია, ფოტოს დანახვა მასში კიდევ უფრო დიდი გადაწყვეტილება გააღვიძა. ვიპოვით მას, თქვა ბოლოს, მისი ხმა მტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ დროს დაგჭირდება. დღეები გადაიქცა კვირებად და კვირები თვეებად. ძებნა აღმოჩნდა უფრო რთული, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. ყოველი კვალი, რომელიც იმედის მომცემი ჩანდა, ჩიხში მთავრდებოდა.
ყოველთვის როცა ფიქრობდნენ, რომ ახლოს იყვნენ, თავს კვლავ საწყის წერტილში პოულობდნენ. იმედგაცრუება იწყებდა თავისი გავლენის მოხდენას ორივეზე. გიორგი გახდა ობსესიური, ატარებდა მთელ ღამეებს ანგარიშების გადახედვასა და კვალის დევნაში. თამარი თავის მხრივ ჩავარდა დანაშაულის სპირალში, მუდმივად საკუთარ თავს ადანაშაულებდა შვილის გაშვილებისთვის. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაბალი მომენტის დროს მიიღეს პირველი რეალური კვალი. ერთ-ერთმა გამომძიებელმა შეძლო საქმის მიკვლევა საქართველოს პატარა ქალაქამდე, ბათუმამდე. გვაქვს სახელი, თქვა გამომძიებელმა ტელეფონით. გამშვილებელი ოჯახის გვარია ხარატიშვილი. ცხოვრობენ ბათუმში. გიორგიმ და თამარმა ერთმანეთს შეხედეს იმედისა და შიშის ნაზავი თვალებში. ისინი უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე ოდესმე, თავიანთი შვილის პოვნასთან, მაგრამ ასევე უფრო ახლოს იმის რეალობის წინაშე დადგომასთან, რასაც ეს ნიშნავდა. რას ვაკეთებთ ახლა? კითხა თამარმა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. გიორგიმ აიღო მისი ხელი, ნაზად მოუჭირა. მივდივართ ბათუმში, თქვა გადაწყვეტილებით. დროა გავიცნოთ ჩვენი შვილი. სანამ ისინი მოგზაურობას გეგმავდნენ ბათუმში, ორივე აცნობიერებდა, რომ აპირებდნენ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ იმ ბავშვის ცხოვრების შეცვლასაც, რომელიც გაშვილებისთვის მისცეს. ემოცია, რომ ახლოს იყვნენ მის პოვნასთან, ერეოდა შიშს იმის შესახებ, როგორ მოახდენდა ის რეაქციას, როგორ მოახდენდა რეაქციას მისი გამშვილებელი ოჯახი. იქნებოდა თუ არა მზად მათ გასაცნობად. შეიძულებდა მათ გაშვილებისთვის. როგორ იმოქმედებდა ეს ოჯახზე, რომელმაც ის აღზარდა ამ წლების განმავლობაში? ეს კითხვები აწამებდათ მათ, როდესაც ბათუმისკენ მიმავალ თვითმფრინავს ადიოდნენ, გაურკვეველი, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე მომავლისკენ. რაც მათ არ იცოდნენ, იყო ის, რომ ბედს მზად ჰქონდა მეტი სიურპრიზი, ვიდრე მათ შეეძლოთ წარმოედგინათ და რომ მათი ძებნა აპირებდა მოულოდნელ მობრუნებას, რომელიც გამოცდიდა მათ სიყვარულს, გადაწყვეტილებასა და პატიების უნარს. თვითმფრინავი დაეშვა ბათუმის აეროპორტში წვიმიან საღამოს. გიორგი და თამარი თვითმფრინავიდან ჩამოვიდნენ ნერვიულობისა და მოლოდინის ნაზავით. ბათუმი, თავისი ქვაფენილი ქუჩებითა და შუა საუკუნეობრივი არქიტექტურით, სრულიად განსხვავებულ სამყაროდ ჩანდა ხმაურიანი თბილისისგან, რომელიც მათ დატოვეს. ისინი დაბინავდნენ პატარა სასტუმროში ქალაქის ცენტრში, საიდანაც გეგმავდნენ დაეწყოთ თავიანთი ძიება. გამომძიებელმა მისცა მათ მისამართი, განათლების ქუჩა, ნომერი 23. ხარატიშვილების ოჯახის სახლი. როგორ ფიქრობ, პირდაპირ უნდა წავიდეთ? კითხა თამარმა, სანამ ისინი ალაგებდნენ სასტუმროს ოთახში. გიორგიმ ხელით მასში ჩაისვა ჟესტი, რომელიც თამარმა ისწავლა როგორც მისი ნერვიულობის ნიშანი. არ ვიცი, აღიარა. ჩემი ნაწილი გინდა ახლავე გაიქცეს, მაგრამ რა თუ არ არიან მზად ჩვენს სანახავად? რა თუ შევაშინებთ მას? თამარმა თავი დაუქნია, კარგად ესმოდა მისი ეჭვები. ეს იგივე იყო, რაც მას აწუხებდა. მათ გადაწყვიტეს ქალაქში გასეირნება იდეების გასარკვევად. როდესაც ისინი ქვაფენილ ქუჩებში სეირნობდნენ, ბრწყინვალე ბათუმის კათედრალის გვერდით გაივლიდნენ, გიორგიმ შეამჩნია, რომ თამარი ოდნავ კანკალებდა. კარგად ხარ? კითხა, აიღო მისი ხელი. თამარმა თავი გააქნია. მე შინია, გიორგი, აღიარა. რა თუ გძულს? რა თუ მის გამშვილებელ ოჯახს არ სურს, რომ მივუახლოვდეთ? გიორგიმ ჩაეხუტა, ქუჩის შუაში არ ადარდებდა ცნობის მოყვარე გამლელების მზერა. ვერ ვაკონტროლებთ, როგორ მოახდენენ რეაქციას, თქვა რბილად. მაგრამ ერთად ვართ ამაში. რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთი გვყავს. თამარმა თავი დაუქნია მის მკერდზე, ნუგეშს პოულობდა მის სიტყვებსა და ჩახუტებაში. როდესაც დაშორდნენ, ორივე ცოტა უფრო ძლიერად გრძნობდა თავს, ცოტა უფრო მზად იმისთვის, რაც ელოდათ. მათ გადაწყვიტეს, რომ საუკეთესო იქნებოდა ჯერ ხარატიშვილების ოჯახთან არაპირდაპირი მიდგომა. გიორგიმ გამოიყენა თავისი კონტაქტები, რომ მოეწყო შეხვედრა ადგილობრივ სოციალურ მუშაკთან, იმედოვნებდა, რომ მიიღებდა მეტ ინფორმაციას რეგიონში გაშვილების პროცესის შესახებ და იმედია რაიმე მონაცემს ოჯახის შესახებ, რომლის საძებნელადაც ჩამოვიდნენ. შეხვედრა დანიშნული იყო მომდევნო დილისთვის. იმ ღამით არც ერთ მათგანს არ ეძინა კარგად. მოლოდინი და ნერვიულობა არ აძლევდა მათ ცილის საშუალებას, წარმოიდგენდნენ ყველა შესაძლო სცენარს, რომელსაც შეიძლება შეხვედროდნენ. მეორე დილით ისინი გაემართნენ სოციალური სამსახურების ოფისისკენ. სოციალური მუშაკი, შუახნის ქალის სახელად ნინო, მიიღო ისინი კეთილი, მაგრამ პროფესიული ღიმილით. მესმის, რომ ეძებთ ინფორმაციას გაშვილების შესახებ, თქვა საწყისი მისალმებების შემდეგ.
გიორგიმ თავი დაუქნია. დიახ, ვეძებთ ჩვენს ბიოლოგიურ შვილს. ის გაშვილებული იქნა 10 წლის წინ. ნინომ შეხედა მათ გაგებისა და სიფრთხილის ნაზავით. მესმის, რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თქვა რბილად. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ გაშვილება რთული სამართლებრივი პროცესია, შექმნილი ყველა ჩართული მხარის, განსაკუთრებით ბავშვების დასაცავად. თამარმა იგრძნო, რომ გული უძირდება. ამბობთ, რომ ვერ ვიპოვით მას. ნინომ თავი გააქნია. არა, ზუსტად ასე არა. მაგრამ პროცესმა უნდა მისდიოს გარკვეულ პროტოკოლებს. ვერ მოგაწვდით ინფორმაციას გამშვილებელი ოჯახის შესახებ მათი თანხმობის გარეშე. გიორგი წინ გადაიხარა. გვესმის და პატივს ვცემთ ამას. მაგრამ არის რაიმე გზა, რომ დაუკავშირდეთ ოჯახს ჩვენი სახელით. აუხსნათ სიტუაცია. ნინომ, როგორც ჩანს, განიხილა იდეა. შესაძლებელია, თქვა ბოლოს. მაგრამ მჭირდება მეტი დეტალი გაშვილების შესახებ. თარიღები, სახელები, ნებისმიერი დოკუმენტი, რაც გაქვთ. თამარმა ამოიღო წერილი, რომელიც იპოვეს ის, რომელიც შეიცავდა მათი შვილიშვილის ფოტოს. გადასცა ის ნინოს კანკალა ხელებით. ნინომ ყურადღებით შეისწავლა წერილი და ფოტო. უცებ მისი გამომეტყველება შეიცვალა გაკვირვებისა და კიდევ რაღაცის ნაზავი, რომელსაც გიორგი ვერ ამოიცნობდა, გადაკვეთა მისი სახე. რაიმე ხდება? კითხა, შენიშნა რა ცვლილება მის დამოკიდებულებაში. ნინომ შეხედა მათ, შემდეგ კვლავ ფოტოს. ვიცნობ ამ ბავშვს, თქვა ბოლოს. გიორგიმ და თამარმა ერთმანეთს გაკვირვებით შეხედეს. როგორ არის ეს შესაძლებელი? კითხა თამარმა. ნინომ ღრმად ამოისუნთქა. იმიტომ, რომ მე ვიყავი ის, ვინც მისი გაშვილების საქმე გაუძღვა. და იმიტომ, რომ ხედავდი მას, როგორ იზრდებოდა. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა ამ განცხადებას, ყრუმაყურებელი იყო. გიორგი იყო პირველი, ვინც ხმა დაიბრუნა. რას გულისხმობთ იმით, რომ ნახეთ, როგორ გაიზარდა? ნინომ, როგორც ჩანს, შინაგანად იბრძოდა მომენტში, სანამ უპასუხებდა. ხარატიშვილების ოჯახი. ჩემი მეზობლები არიან. ხედავდი თქვენს შვილს, ლუკას, როგორ იზრდებოდა ყველა ამ წლის განმავლობაში. თამარმა ხელი პირზე მიიფარა, ჩაახშო ქვითინი. გიორგიმ ხელი მოხვია, ცდილობდა თავშეკავების შენარჩუნებას. გთხოვთ, თქვა მისი ხმა ძლივს ჩურჩული. გჭირდება მეტის ცოდნა. როგორ არის? ბედნიერია. ნინომ შეხედა მათ თანაგრძნობით. ლუკა არის საოცარი ბავშვი. ჭკვიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე. მისი მშვილებელი მშობლები აღმერთებენ მას და მისცეს ცხოვრებას სავსე სიყვარულითა და შესაძლებლობებით. თამარი ჩუმად ტიროდა შვებისა და ტკივილის ნაზავი მის ცრემლებში. იმის ცოდნა, რომ მისი შვილი კარგად იყო, რომ ბედნიერი იყო, ნუგეში იყო. მაგრამ ასევე უფრო რეალურს ხდიდა ყველა იმ წლის დაკარგვას, რომლებიც არ გაუზიარებიათ მასთან. რა შეგვიძლია ვქნათ ახლა? კითხა გიორგიმ. არის რაიმე გზა, რომ გავიცნოთ? ნინომ შეხედა მათ სერიოზულად. ეს არის ძალიან დელიკატური სიტუაცია. ლუკა მარიცის, რომ ნაშვილებია. მის მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ გეგმა ეთქვათ მისთვის, მაგრამ ჯერ არ უთქვამთ. თქვენი შემოყვანა მის ცხოვრებაში ახლა შეიძლება იყოს ძალიან დამაბნეველი და პოტენციურად დამაზიანებელი მისთვის. გიორგი მიგრძნო, რომ იმედგაცრუება იზრდებოდა მის შიგნით. ისინი ასე შორს მოვიდნენ, იყვნენ ასე ახლოს და ახლა ჩანდა, რომ იყო გადაულახავი კედელი მათსა და მათ შვილს შორის. მაგრამ მას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე, იდავა. ჩვენ გვაქვს უფლება გავიცნოთ იგი. ნინომ თავი დაუქნია გაგებით. მესმის თქვენი თვალსაზრისი. მაგრამ ასევე უნდა იფიქროთ, რა არის საუკეთესო ლუკასთვის. ამ ტიპის გამჟღავნება შეიძლება იყოს ტრავმული, თუ სათანადოდ არ იქნება გაკეთებული. თამარი, რომელიც ჩუმად იყო, საბოლოოდ ალაპარაკდა. და თუ დავიცდით, თქვა რბილად. თუ მივცემთ დროს მის მშობლებს, რომ უთხრან სიმართლე. გიორგიმ გაკვირვებით შეხედა. თამარ ამდენი ხანი გველოდა. მან აიღო მისი ხელი, ვიცი. მაგრამ ნინოს მართალია. უნდა ვიფიქროთ, რა არის საუკეთესო ლუკასთვის. არ შეგვიძლია შევიჭრათ მის ცხოვრებაში და თავდაყირა დავაყენოთ. ნინო შეშვებული ჩანდა თამარის შეთავაზებით. ვფიქრობ, ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. შემიძლია ვესაუბრო ხარატიშვილებს, ავუხსნა სიტუაცია.
მივცეთ დრო ამ ინფორმაციის გასააზრებლად და გადაწყვიტონ როგორ და როდის ესაუბრონ ლუკას. გიორგის უნდოდა გაეპროტესტებინა, უნდოდა მოეთხოვა თავისი შვილის დაუყოვნებლივ ნახვა. მაგრამ როდესაც შეხედა თამარს დაინახა გადაწყვეტილება და სიყვარული მის თვალებში, იცოდა რომ მას სიმართლე ჰქონდა. 10 წელზე მეც ელოდნენ, შეეძლოთ კიდევ ცოტა დაეცადათ, თუ ეს ნიშნავდა რომ ყველაფერს სწორად გააკეთებდნენ. კარგი, თქვა ბოლოს. დავიცდით. მაგრამ გთხოვთ, გვაცნობეთ. და თუ არის რაიმე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ნინომ თავი დაუქნია, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საუკეთესოდ მოვაგვარო ყველასთვის. ლუკა არის განსაკუთრებული ბავშვი და იმსახურებს სიმართლის ცოდნას მისი წარმოშობის შესახებ. მაგრამ გვჭირდება ამის გაკეთება სწორი გზით. როდესაც ნინოს ოფისიდან გამოვიდნენ, გიორგი და თამარი გრძნობდნენ თავს დათრგუნულად ემოციების ნაზავით. ისინი ისე ახლოს იყვნენ თავიანთ შვილთან და მაინც ისე შორს. მაგრამ პირველად წლების განმავლობაში ჰქონდათ იმედი. იცოდნენ, რომ მათი შვილი კარგად იყო, რომ ბედნიერი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ წინ მდებარე გზა კვლავ გაურკვეველი იყო, მაინც ჰქონდათ მიმართულება. სწორად მოვიქეცით, კითხა გიორგიმ, როცა სასტუმროსკენ ბრუნდებოდნენ. თამარმა მოუჭირა ხელზე. გონია ვაკეთებთ საუკეთესოს ლუკასთვის. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც ისინი ბათუმის ქუჩებში სეირნობდნენ, ორივე ფიქრობდა, ხომ არ გადაკვეთიან უცნობლად მათ შვილს. თუ რომელიმე ბავშვი, რომელიც ნახეს პარკში თამაშისას ან სკოლიდან გამოსვლისას, შეიძლება ყოფილიყო ლუკა. ეს იყო იდეა, რომელიც ავსებდა მათ ნატვრითა და იმედით ერთდროულად. რაც მათ არ იცოდნენ იყო ის, რომ ბედს მზად ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც ვერც ერთი მათგანი ვერ გაითვალისწინებდა, შეხვედრა, რომელიც გამოცდიდა მათ მოთმინებას, მათ სიყვარულსა და პატიების უნარს. დღეები ბათუმში გადაიქცა მღელვარე მოლოდინისა და ფრთხილი დაზვერვის უცნაურ ნაზავში. გიორგი და თამარი გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ ქალაქში, ვერ შეძლეს დაშორება იმის ცოდნით, რომ მათი შვილი ასე ახლოს იყო. ისინი დღეებს ატარებდნენ ქვაფენილი ქუჩების შემოვლით, კათედრალის მონახულებით, მცხეთის პარკში სეირნობით, ყოველთვის იმედით, რომ თუნდაც შორიდან დაინახავდნენ ლუკას. ერთ საღამოს, როდესაც ვაკის პარკში სეირნობდნენ, თამარი უცებ შეჩერდა, მისი ხელი მაგრად მოუჭირა გიორგის მკლავს. შეხედე, ჩურჩულით თქვა, ფრთხილად მიუთითა ბავშვების ჯგუფისკენ, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ ველზე. გიორგიმ გაჰყვა მის მზერას და იგრძნო, რომ გული აუძგერდა. ბავშვებს შორის იყო ერთი, რომელიც საოცრად ჰგავდა ლუკას ფოტოს, რომელიც ნინომ აჩვენა. მას ჰქონდა იგივე მუქი კულულოვანი თმა, იგივე გამომეტყველი თვალები. იცინოდა, მირბოდა ბურთის უკან ინფექციური ენერგიით. ფიქრობ, ის არის, კითხა გიორგიმ, მისი ხმა ძლივს გასაგონი. თამარმა თავი დაუქნია, ვერ ახერხებდა ლაპარაკს. ორივენი იქ გაშეშდნენ, პარალიზებულები უყურებდნენ ბავშვს როგორ თამაშობდა. უნდოდათ მიახლოებოდნენ, ესაუბრათ მასთან, ჩაეხუტებინათ. მაგრამ იცოდნენ, რომ არ შეეძლოთ. დაპირდნენ, რომ დაიცდიდნენ, მისცემდნენ ხარატიშვილებს დროს სიტუაციის მოსაგვარებლად. უცებ ბურთი გაიქცა ბავშვების ჯგუფიდან და გაგორდა იქითკენ, სადაც გიორგი და თამარი იდგნენ. გიორგიმ დაფიქრების გარეშე შეაჩერა ფეხით. ბავშვი, რომელიც როგორც ფიქრობდნენ, ლუკა იყო, გაიქცა მათკენ. მაპატიეთ, ბატონო. შეგიძლიათ ბურთი გადმომცეთ, თქვა კეთილი ღიმილით. გიორგი მიგრძნო, რომ ყელში კვანძი ეკვრება. რბილად ურტყა ბურთს ბავშვისკენ. აი, გაიჭირე, მოახერხა თქმა. კარგი თამაში გაქვთ იქ. ბავშვმა კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა. გმადლობთ. ვარჯიშობთ სკოლის ტურნირისთვის. მოგწონთ ფეხბურთი? სანამ გიორგი უპასუხებდა, ვიღაცის ხმა გაისმა ბავშვების ჯგუფიდან. ლუკა, მოდი, შენი რიგია ჩატვირთვაზე. ბავშვი, ლუკა, ახლა დარწმუნებულები იყვნენ, გამოემშვიდობა ჟესტით და გაიქცა უკან თავის მეგობრებთან. გიორგი და თამარი იქ დარჩნენ, შოკირებულები მოკლე შეხვედრით. ისინი ესაუბრნენ თავიანთ შვილს, გაიგონეს მისი ხმა, დაინახეს მისი ღიმილი. ეს იყო მეტი, ვიდრე მოელოდნენ და ამავე დროს არ იყო საკმარისი. ის სრულყოფილია, ჩურჩულით თქვა თამარმა, ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. გიორგიმ ჩაეხუტა, გრძნობდა, რომ საკუთარი ცრემლები ემუქრებოდა დაცემას. ასეა, დაითანხმა. და ჩანს ბედნიერი. კიდევ ცოტა ხანს უყურეს თამაშს, სვამდნენ თავიანთი შვილის ყოველ მოძრაობას, ცდილობდნენ მეხსიერებაში ჩაებეჭდათ მათი შვილის ყველა დეტალი.
საბოლოოდ, როდესაც მზე დაიწყო ჩასვლა და ბავშვები დაიწყეს დაშლა, გადაწყვიტეს წასვლა. სასტუმროში მიმავალი გზა ემოციების მორევმა მოიცვა. სიხარული, რომ ნახეს თავიანთი შვილი, ტკივილი, რომ ვერ გაამჟღავნეს, ვინ იყვნენ, შიში იმის შესახებ, რა შეიძლება მოიტანოს მომავალმა. ფიქრობ, უნდა ვუთხრათ ნინოს, რომ ვნახეთ, კითხა თამარმა. გიორგიმ ერთი წამით იფიქრა. ალბათ უნდა ვუთხრათ. შეიძლება დაეხმაროს ხარატიშვილებთან საქმის დაჩქარებას. გადაწყვიტეს მეორე დღეს გაევლოთ ნინოს ოფისში. როდესაც უამბეს პარკში შეხვედრის შესახებ, ნინო შეშფოთებული ჩანდა. მესმის, რამდენად რთული უნდა იყოს თქვენთვის, თქვა თანაგრძნობით. მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად. თუ ხარატიშვილები დაგინახავენ ლუკას გარშემო ტრიალისას, შეიძლება შეშინდნენ და გაართულონ საქმეები. ჩვენ არ ვტრიალებდით, გააპროტესტა გიორგიმ. ეს იყო დამთხევა. ნინომ ამოიოხრა. ვიცი, მაგრამ სცადეთ გაიგოთ მათი პერსპექტივა. მათ აღზარდეს ლუკა როგორც საკუთარი შვილი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი ბიოლოგიური მშობლების უცებ გამოჩენის იდეა მის ცხოვრებაში სავარაუდოდ საშინელია მათთვის. თამარმა თავი დაუქნია ესმოდა. ელაპარაკეთ მათ. იციან, რომ აქ ვართ. დიახ, ველაპარაკე მათ, დაადასტურა ნინომ. ისინი ამუშავებენ ინფორმაციას. ეს ბევრია ასათვისებლად. მათ მოითხოვეს ცოტა დრო, რომ გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარონ სიტუაცია. გიორგი მიგრძნო, რომ იმედგაცრუება იზრდება მასში. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ? უკვე დავკარგეთ 10 წელი. ნინომ შეხედა მათ თანაგრძნობით. მესმის თქვენი მოუთმენლობა. მაგრამ იფიქრეთ ლუკაზე. გვჭირდება ამის გაკეთება სწორი გზით მისთვის. ნინოს ოფისიდან გამოვიდნენ და თავს გრძნობდნენ სასოწარკვეთილად. ლუკას ნახვის სიხარული ახლა ერეოდა იმედგაცრუებას, რომ ვერაფერს აკეთებდნენ. ალბათ უნდა დაუბრუნდეთ თბილისში, შესთავაზა თამარმა იმ საღამოს სასტუმროში. აქ ყოფნა ასე ახლოს და მაინც ასე შორს, წამებაა. გიორგიმ თავი გააქნია. არ შემიძლია წასვლა, თამარ. არ ახლა, როცა ვნახეთ. რა თუ ხარატიშვილები გადაწყვეტენ მასთან ლაპარაკს? მინდა ახლოს ვიყო. თამარი კარგად ხვდებოდა, როგორ გრძნობდა თავს. მასაც უნდოდა დარჩენა, მაგრამ ეშინოდა, რომ მათი ყოფნა გაართულებდა საქმეებს. მომდევნო დღეები იყო მოთმინების გამოცდა. ცდილობდნენ დაკავებულები ყოფილიყვნენ, ათვალიერებდნენ ქალაქს, მაგრამ მათი ფიქრები ყოველთვის ბრუნდებოდა ლუკასთან. ყოველი ბავშვი, რომელსაც ქუჩაში ხედავდნენ, ახდენდა მათ თავის მობრუნებას, იმედით, რომ ის იქნებოდა. ერთ საღამოს, როდესაც ქალაქის ძველ უბანში სეირნობდნენ, თამარი უცებ შეჩერდა. გიორგი, თქვა მისი ხმა დაძაბული. შეხედე. გიორგი მიხვა მის მზერას და დაინახა შუახნის წყვილი, რომელიც მათკენ მოდიოდა. მათ შორის იყო ლუკა, ეჭირა მათი ხელები და იცინოდა რაღაცაზე. ისინი არიან ხარატიშვილები, ჩურჩულით თქვა თამარმა. გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. უნდოდა მიახლოებოდა, წარედგინა თავი, მაგრამ იცოდა, რომ არ შეეძლო. ამის ნაცვლად ისინი იქ დარჩნენ, პარალიზებულები უყურებდნენ, როგორ უახლოვდებოდა ოჯახი, მათი შვილი და ადამიანები, რომლებმაც ის აღზარდეს მათ. სწორედ მაშინ ლუკამ დაინახა ისინი. მისი თვალები გაანათა ცნობამ. შეხედე მამა, თქვა მოკაჩა კაცის ხელი. ეს არის ბატონი პარკიდან, რომელმაც ბურთი დამიბრუნა. ხარატიშვილებმა მათკენ გაიხედეს და გიორგიმ დაინახა ზუსტად ის მომენტი, როდესაც ცნეს, ვინ იყვნენ. ქალმა ოდნა უფრო მაგრად მოუჭირა ლუკას ხელს, მაშინ როცა კაცმა დამცველი ნაბიჯი გადადგა წინ. მომენტისთვის ხუთივენი იქ იდგა ქუჩის შუაში, დაძაბულ და ემოციებით დატვირთულ სიჩუმეში. ლუკა, რომელიც ვერ აცნობიერებდა სიტუაციას, იღიმებოდა და ხელს უქნევდა გიორგის. ქალბატონი ხარატიშვილი იყო ის, ვინც დაარღვია სიჩუმე. ლუკა, შვილო, რატომ არ ნახავ იმ ტკბილეულის მაღაზიას იქ? მამას და მე გვჭირდება ერთი წუთით ამ ადამიანებთან საუბარი. ლუკამ თავი დაუქნია ენთუზიაზმით და გაემართა მაღაზიისკენ, თუმცა არ დაავიწყდა გამოთხოვება გიორგისა და თამარისგან მხიარული ნახვამდის. როგორც კი ლუკა გასცდა ყურის მანძილს, ბატონმა ხარატიშვილმა ისაუბრა, მისი ხმა დაძაბული, მაგრამ კონტროლირებული. თქვენ ხართ ლუკას ბიოლოგიური მშობლები, ხომ ასეა? გიორგიმ თავი დაუქნია, გრძნობდა, რომ ყელი გაუშრა. დიახ, ვართ. მე ვარ გიორგი და ეს არის თამარი. არ გვინდოდა.
არ იყო ჩვენი განზრახვა ასე შეგხვედროდით. ქალბატონმა ხარატიშვილმა შეხედა მათ შიშისა და გამოწვევის ნაზავით. რა გინდათ? ნინომ გითხრა თქვენ შესახებ, მაგრამ არ ველოდით თქვენს ნახვას ასე ქუჩაში. თამარი წინ გადმოვიდა, მისი თვალები წრემლებით სავსე. ძალიან გვინდა ბოდიში მოვიხადოთ. არ გვინდოდა შეგეშინებინათ. მხოლოდ გვინდოდა გაგვეცნო ლუკა. გაგვეგო, რომ კარგად არის. ბატონი ხარატიშვილის სახე ოდნავ დარბილდა. ლუკა უბრალოდ კარგზე მეტია. ის არის საოცარი ბავშვი, ბედნიერი და საყვარელი. ვიცით, თქვა გიორგიმ. და სამუდამოდ მადლიერები ვართ ამისთვის. თქვენ მიეცით მას ცხოვრება, რომელიც ჩვენ ვერ შევძელით მიგვეცა იმ მომენტში. დადგა უხერხული სიჩუმე. ხარატიშვილები, როგორც ჩანს, შინაგან ბრძოლას აწარმოებდნენ, ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ ან ეთქვათ შემდეგ. საბოლოოდ, ქალბატონმა ხარატიშვილმა ისაუბრა. შეხედეთ, გვესმის, რომ ეს რთული უნდა იყოს თქვენთვის. მაგრამ ლუკა ჩვენი შვილია. ჩვენ გაგვიზრდია, გვიყვარდა პირველი დღიდან. არ შეგიძლიათ უბრალოდ გამოჩნდეთ და იმედი გქონდეთ. ჩვენ არაფერს არ ველით, შეაწყვეტინა თამარმა რბილად, მხოლოდ გვინდა მისი გაცნობის შესაძლებლობა. რომ ვიყოთ მისი ცხოვრების ნაწილი რაიმე გზით, თუ შესაძლებელია. მაგრამ სრულად ვცემთ პატივს, რომ თქვენ ხართ მისი მშობლები. ხარატიშვილებმა ერთმანეთს შეხედეს. ჩანდა, რომ ჩუმ საუბარს აწარმოებდნენ. გვჭირდება დრო, თქვა საბოლოოდ ბატონმა ხარატიშვილმა. დრო ამ ყველაფრის გასააზრებლად, გადასაწყვეტად როგორ და როდის ვუთხრათ ლუკას. არ შეგვიძლია უბრალოდ გადავატრიალოთ მისი სამყარო ერთ დღეში. გიორგიმ თავი დაუქნია. გვესმის. და პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა იყოს ის. მაგრამ გთხოვთ დაამატა თამარმა, არ გამოგვრიცხოთ სრულიად. ამდენი ხანი ველოდით. ქალბატონი ხარატიშვილი, როგორც ჩანს, ცოტა დარბილდა, გპირდებით, რომ ყურადღებით გავითვალისწინებთ. ლუკა იმსახურებს სიმართლის ცოდნას მისი წარმოშობის შესახებ. მაგრამ გვჭირდება ამის გაკეთება სწორი გზით, სწორ დროს. იმ მომენტში ლუკა გამოვიდა ტკბილეულის მაღაზიიდან, კანფეტი ხელში და ბრწყინავი ღიმილი სახეზე. ხუთივე ზრდასრული დაიძაბა, აცნობიერებდა, რამდენად ახლოს იყვნენ ბავშვის ცხოვრების სამუდამოდ შეცვლასთან. შეგვიძლია წავიდეთ უკვე, დედა, კითხა ლუკამ, ვერ ამჩნევდა დაძაბულობას, რომელიც მას გარს ერტყა. ქალბატონმა ხარატიშვილმა ძალდატანებით გაიღიმა. რა თქმა უნდა, საყვარელო. წავიდეთ სახლში. სანამ წავიდოდნენ, ბატონი ხარატიშვილი შემობრუნდა გიორგისა და თამარისკენ. გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას ნინოს მეშვეობით. გთხოვთ, ნუ ეცდებით ლუკასთან პირდაპირ დაკავშირებას. გიორგიმ და თამარმა თავი დაუქნიეს, უყურებდნენ, როგორ შორდებოდა ოჯახი. ლუკამ ერთხელ კიდევ მოიხედა უკან, ხელის ქნევით. ნახვამდის, ბატონო ბურთის. როდესაც ოჯახი გაქრა თვალთახედვიდან, გიორგი და თამარი ჩამოიშალნენ ახლომდებარე სკამზე, შეხვედრის ინტენსივობით გადატვირთულები. რას ვაკეთებთ ახლა? კითხა თამარმა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. გიორგიმ აიღო მისი ხელი, თავისი თითები მის თითებთან გადააჯაჭვა. ველოდებით, ვფიქრობ. და ვენდობით, რომ ხარატიშვილები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. სანამ მზე ეშვებოდა ბათუმზე, გიორგი და თამარი იქ დარჩნენ, ჩუმად ამუშავებდნენ იმას, რაც მოხდა. ისინი ისე ახლოს იყვნენ თავიანთ შვილთან და მაინც ისე შორს გრძნობდნენ თავს. მაგრამ პირველად, რაც ბათუმში ჩამოვიდნენ, გრძნობდნენ, რომ გადადგეს ნაბიჯი წინ, რამდენად პატარაც არ უნდა ყოფილიყო. რაც მათ არ იცოდნენ იყო ის, რომ ამ მოულოდნელმა შეხვედრამ დაიწყო მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც შეცვლიდა მათ ცხოვრებას და ლუკას ცხოვრებას სამუდამოდ. წინ მდებარე გზა კვლავ გაურკვეველი იყო, დაბრკოლებებითა და რთული გადაწყვეტილებებით სავსე. მაგრამ ახლა სულ მცირე იყო იმედის სხივი ჰორიზონტზე. ხარატიშვილებთან შეხვედრის შემდეგი დღეები ემოციური მთის მწვერვალი იყო გიორგისა და თამარისთვის. ისინი მონაცვლეობდნენ იმედსა და შიშს შორის, რომ ხარატიშვილები გადაწყვეტდნენ მათ ლუკას ცხოვრებაში ჩართვას და შიშს, რომ საწინააღმდეგოს გადაწყვეტდნენ. ყოველთვის, როცა ტელეფონი რეკავდა, მათი გულები ხელში იჭედებოდა, იმედით, რომ ეს იქნებოდა ნინო ახალი ამბებით. ამასობაში ცდილობდნენ დაკავებულები ყოფილიყვნენ. გიორგი მუშაობდა დისტანციურად, მართავდა თავის კომპანიას სასტუმროს ოთახის პატარა მაგიდიდან. თამარმა დაიწყო დღიურის წერა, ასხამდა მასში ყველა ფიქრსა და ემოციას, რომელთა გამოხატვასაც ვერ ბედავდა ხმამაღლა.
ერთ საღამოს, როდესაც მცხეთის პარკში სეირნობდნენ, თამარი უცებ შეჩერდა. რა თუ შევცდით, გიორგი? კითხა მისი ხმა ძლივს ჩურჩული. რა თუ ჩვენი აქ ყოფნა მხოლოდ ართულებს ლუკას ცხოვრებას? გიორგიმ გაკვირვებით შეხედა კითხვის გამო. რას გულისხმობ? თამარმა ამოიოხრა დაჯდა ახლო მდებარე სკამზე. ლუკას აქვს კარგი ცხოვრება. ჰყავს მშობლები, რომლებსაც უყვართ, მეგობრები, სტაბილური ცხოვრება. გვაქვს უფლება შევიჭრათ ყველაფერ ამაში. გიორგი დაჯდა მის გვერდით, მისი ხელები აიღო თავისებში. თამარ, ლუკას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე მისი წარმოშობის შესახებ. და ჩვენ გვაქვს უფლება გავიცნოთ, ვიყოთ მისი ცხოვრების ნაწილი რაიმე გზით. ვიცი, თქვა თამარმა, წრემლები უბწყინავდა თვალებში. მაგრამ რა თუ ჩვენი ყოფნა დააბნევს მას? რა თუ მეტ ზიანს მივაყენებთ, ვიდრე სიკეთეს? სანამ გიორგი უპასუხებდა, მისი ტელეფონი აწკრიალდა. ეს იყო ნინო. ხარატიშვილებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თქვა ნინომ პრელუდიის გარეშე. სურთ თქვენი ნახვა ხვალ ჩემს ოფისში. გიორგის გული აუჩქარდა. გითხრეს რამე მეტი? რა არის მათი გადაწყვეტილება? ვწუხვარ, ვერ გეტყვით მეც, უპასუხა ნინო. მაგრამ გთხოვთ, მოემზადეთ ნებისმიერი შედეგისთვის. დაკიდების შემდეგ გიორგიმ გადასცა ინფორმაცია თამარს. ორივენი ერთმანეთს უყურებდნენ იმედისა და შიშის ნაზავი თვალებში. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, თქვა გიორგიმ, მოუჭირა თამარის ხელს, ერთად გავუმკლავდებით. ღამე გრძელი იყო და უძილო ორივესთვის. როდესაც ბოლოს დილა დადგა, ნინოს ოფისისკენ გაემართნენ მოლოდინისა და შიშის ნაზავით. ხარატიშვილები უკვე იქ იყვნენ, როდესაც ჩავიდნენ, ისხდნენ ნინოს მაგიდასთან. ატმოსფერო დაძაბული იყო, შეკავებული ემოციებით დატვირთული. გმადლობთ მოსვლისთვის, დაიწყო ნინომ, როდესაც ყველა დაჯდა. ბატონმა და ქალბატონმა ხარატიშვილებმა მიიღეს გადაწყვეტილება ლუკას სიტუაციასთან დაკავშირებით. ბატონმა ხარატიშვილმა ყელი ჩაიწმინდა. ბევრი ვიფიქრეთ ამაზე, თქვა მისი ხმა მშვიდი, მაგრამ მტკიცე. და გადავწყვიტეთ, რომ ვეთქვით ლუკას სიმართლეს მისი გაშვილების შესახებ. გიორგიმ და თამარმა გაცვალეს გაკვირვებისა და შვების მზერა. მაგრამ განაგრძო ქალბატონმა ხარატიშვილმა, გვინდა ამის გაკეთება ჩვენი ტემპით, იმ გზით, რომელიც ვფიქრობთ, რომ ნაკლებად ტრავმული იქნება მისთვის. რა თქმა უნდა, თქვა თამარმა სწრაფად. რაც საუკეთესოა ლუკასთვის. ბატონმა ხარატიშვილმა თავი დაუქნია. დავიწყებთ გაშვილების შესახებ ზოგადად საუბრით. შემდეგ ნელ-ნელა მოუყვებით მის ისტორიას. და თუ ყველაფერი კარგად მიდის, თუ მას ეს მიაჩნია და მზად არის, მაშინ შეძლებთ მის ოფიციალურად გაცნობას. გიორგი მიგრძნო, რომ ტვირთი ეხსნებოდა მხრებიდან. ეს არ იყო ყველაფერი, რასაც ისინი იმედოვნებდნენ, მაგრამ ეს იყო დასაწყისი. გმადლობთ, თქვა მისი ხმა ემოციით დატვირთული. არ იცით, რამდენს ნიშნავს ეს ჩვენთვის. ქალბატონმა ხარატიშვილმა შეხედა მათ და პირველად გიორგიმ დაინახა გაგება მის თვალებში. ვიცით, რომ ესეც არ არის ადვილი თქვენთვის, თქვა რბილად. მაგრამ ლუკა არის ჩვენი პრიორიტეტი. და ჩვენიც, დაამატა თამარმა. მხოლოდ საუკეთესო გვინდა მისთვის, ნინო, რომელიც ჩუმად უსმენდა, ჩაერთო. ვფიქრობ, ეს არის კარგი გეგმა. მაგრამ უნდა ვიყოთ მზად ლუკას ნებისმიერი რეაქციისთვის. შეიძლება ადვილად მიიღოს, ან შეიძლება გაუჭირდეს ამის გადამუშავება. ყველამ თავი დაუქნია, აცნობიერებდა დელიკატურ სიტუაციას, რომელშიც ერთვებოდნენ. რამდენ ხანს გაგრძელდება მთელი ეს პროცესი, თქვენი აზრით? კითხა გიორგიმ. ხარატიშვილები ერთმანეთს შეხედეს. ვერ დავადებთ ვადას, თქვა ბატონმა ხარატიშვილმა. შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა, ან შეიძლება იყოს თვეები. და მოკიდებული იქნება, როგორ მოახდენს ლუკა რეაქციას ყოველ ეტაპზე. გიორგიმ და თამარმა თავი დაუქნიეს ესმოდათ მოთმინების საჭიროება. ამასობაში, თქვა ქალბატონმა ხარატიშვილმა, ფიქრობთ, უკეთესი იქნებოდა თუ დაბრუნდებით თბილისში. გიორგი მიგრძნო, რომ გული ჩაუვარდა. ლუკასგან დაშორების იდეა, ახლა როცა ასე ახლოს იყვნენ, მტკივნეული იყო. გვესმის, რომ გინდათ ახლოს ყოფნა, განაგრძო ქალმან, როცა დაინახა მისი რეაქცია. მაგრამ თქვენია აქ ბათუმში ყოფნა. ეს არის მუდმივი ცდუნება ლუკასთან დროზე ადრე შეხვედრისთვის. და ამას შეუძლია გაართულოს საქმეები. თამარმა აიღო გიორგის ხელი, მიანიჭა მანუგეშებელი ჩამოჭერა. მათ მართალი არიან, თქვა რბილად.
უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ლუკასთვის. გიორგიმ ნელა დაუქნია თავი, მიიღო სიტუაციის ლოგიკა, თუმცა მისი გული აპროტესტებდა. გაცნობებთ ყოველი ნაბიჯის შესახებ, დახპირდა ბატონი ხარატიშვილი. და როცა შესაფერისი დრო დადგება, დაგირეკავთ, რომ ჩამოხვიდეთ და ოფიციალურად გაიცნოთ ლუკა. საბოლოო დეტალებზე შეთანხმებისა და საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შემდეგ შეხვედრა დასრულდა. სანამ წავიდოდნენ, ქალბატონი ხარატიშვილი მიუახლოვდა თამარს. მინდა იცოდეთ, თქვა დაბალი ხმით, რომ მადლიერები ვართ. იმისთვის, რომ ლუკას სიცოცხლე მიეცით, რომ მიიღეთ რთული გადაწყვეტილება მისი გაშვილების შესახებ, რათა უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა. ვიცი, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ადვილი. თამარმა იგრძნო, რომ ცრემლები ავსებდა მის თვალებს. გმადლობთ, ჩურჩულით თქვა. და გმადლობთ, რომ მიეცით მას ყველა ის სიყვარული და ზრუნვა, რომელიც ჩვენ ვერ შევძელით იმ მომენტში. ორმა ქალმა გაიზიარა ურთიერთგაგების მზერა მომენტი კავშირისა, რომელიც სდებოდა რთულ გარემოებებს, რომლებიც მათ აკავშირებდა. იმ საღამოს გიორგი და თამარი ჩუმად ალაგებდნენ ჩემოდნებს, ემზადებოდნენ მეორე დღეს თბილისში დასაბრუნებლად. ატმოსფერო იყო ტკბილმწარე, შვებით, რომ წინსვლა ჰქონდათ, მაგრამ სევდით, რომ კვლავ უნდა დაშორებოდნენ ლუკას. ფიქრობ, სწორ რამეს ვაკეთებთ, კითხა გიორგიმ, როცა ხურავდა ჩემოდანს. თამარი დაჯდა საწოლზე, ფიქრიანად უყურებდა მას. ფიქრობ, ვაკეთებთ საუკეთესოს ლუკასთვის, უპასუხა. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გიორგიმ თავი დაუქნია, დაჯდა მის გვერდით. უბრალოდ. ახლა როცა ვნახეთ, როცა ასე ახლოს ვიყავით, იდეა, რომ თბილისში დაუბრუნდეთ და ველოდოთ. ვიცი, თქვა თამარმა, აიღო მისი ხელი, მაგრამ იფიქრე, რამდენად შორს წამოვედით. რამდენიმე კვირის წინ, არც კი ვიცოდით, სად იყო ლუკა. ახლა არა მხოლოდ ვიცით, არამედ გვაქვს დაპირება, რომ ერთ დღეს შეგვეძლება ვიყოთ მისი ცხოვრების ნაწილი. გიორგიმ სუსტად გაიღიმა. მართალი ხარ. უბრალოდ ლოდინი რთული იქნება. იქნება დაეთანხმა თამარი. მაგრამ ერთად ვიქნებით ამაში. და როდესაც ბოლოს დადგება ლუკას ოფიციალურად გაცნობის მომენტი, ღირდა ლოდინის ყოველი წამი. მეორე დილით, როცა თბილისში დასაბრუნებელ თვითმფრინავს ადიოდნენ, ორივე გრძნობდა ემოციების ნაზავს. სევდა ბათუმისა და ლუკას სიახლოვის დატოვების გამო, მაგრამ ასევე იმედი მომავლისთვის, რომელიც იხსნებოდა მათ წინაშე. თბილისში დაბრუნების შემდეგი კვირები მოთმინების ვარჯიში იყო. გიორგი ჩაეფლო თავის სამუშაოში, ცდილობდა დაკავებული ყოფილიყო. თამარმა განახლებული ენთუზიაზმით განაახლა სამსახური გამომცემლობაში, არ ხავდა თავის ენერგიას ხელნაწერებში, რომლებსაც რედაქტირებას უკეთებდა. ყოველ რამდენიმე დღეში იღებდნენ განახლებას ნინოსგან ან ხარატიშვილებისგან. პირველი შეტყობინებები იყო მოკლე. დავიწყეთ ლუკასთან საუბარი გაშვილების შესახებ ზოგადად. ჩანს ცნობის მოყვარე, მაგრამ ჯერ არაფერს ეჩვობს. ლუკამ დასვა რამდენიმე კითხვა ნაშვილები ბავშვების შესახებ დღეს. ჩანს, რომ კარგად ამუშავებს ინფორმაციას. ყოველი შეტყობინება ახდენდა მათი გულების უფრო სწრაფად ცემას, იცოდნენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ თავიანთ შვილს. თბილისში დაბრუნებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღეს ზარი, რომელსაც ელოდნენ. ეს იყო ბატონი ხარატიშვილი. ვუთხარით ლუკას მისი გაშვილების შესახებ, თქვა მისი ხმაშვებისა და შფოთვის ნაზავი. მიიღო. კარგად, რამდენადაც შეიძლება მოელოდე. აქვს ბევრი კითხვა, რა თქმა უნდა. გიორგიმ და თამარმა ერთმანეთს შეხედეს, მათი თვალები სავსე იყო სიხარულისა და მოლოდინის ცრემლებით. უთხარით ჩვენ შესახებ, კითხა გიორგიმ, ძლივს ახერხებდა ემოციის შეკავებას. იყო პაუზა ხაზის მეორე მხარეს. დიახ, უპასუხა ბოლოს ბატონმა ხარატიშვილმა. ვუთხარით, რომ მისი ბიოლოგიური მშობლები ეძებენ, რომ სურთ მისი გაცნობა. და როგორ მოახდინა რეაქცია, კითხა თამარმა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. არის ცნობის მოყვარე, თქვა ბატონმა ხარატიშვილმა. ცოტა შეშინებული, ცოტა აღელვებული. აქვს ბევრი კითხვა თქვენ შესახებ. გიორგი მიგრძნო, რომ გული უფართოვდებოდა სიყვარულით ამ ბავშვის მიმართ, რომელსაც ძლივს იცნობდა, მაგრამ უკვე უყვარდა მთელი სულით. რა არის შემდეგი, კითხა. ვფიქრობთ, რომ დროა, თქვა ბატონმა ხარატიშვილმა. თუ მზად ხართ, გვინდა შეხვედრის ორგანიზება. რაღაც პატარა, არაფორმალური. რომ ლუკამ შეძლოს თქვენი გაცნობა. თამარმა ჩაახშო სიხარულის ქვითინი. რა თქმა უნდა, თქვა. იქ ვიქნებით, როცა იტყვით. დეტალებზე შეთანხმების შემდეგ დაკიდეს ტელეფონი.
გიორგიმ და თამარმა ერთმანეთს შეხედეს ემოციების ნაზავი მათ სახეებზე: სიხარული, შიში, მოლოდინი, სიყვარული. ვაპირებთ ჩვენი შვილის გაცნობას, თქვა გიორგიმ, მისი ხმა აღტაცებით სავსე. თამარმა თავი დაუქნია, წრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. ამდენი ხნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ვაპირებთ ვიყოთ ოჯახი. ჩაეხუტნენ ერთმანეთს, აცნობიერებდნენ, რომ იდგნენ თავიანთი ცხოვრების ახალი თავის ზღვარზე. თავი უეჭველად სავსე გამოწვევებით, მაგრამ ასევე სავსე სიყვარულითა და შესაძლებლობებით. როდესაც ისინი ბათუმში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ, ორივე მიცოდა, რომ აღარაფერი იქნებოდა იგივე. წინ მდებარე გზა იქნებოდა რთული სავსე მორგებითა და სწავლით. მაგრამ იყვნენ მზად ამის გასამკლავებლად ერთად თავიანთი შვილის სიყვარულის ხელმძღვანელობით. რაც მათ არ იცოდნენ იყო ის, რომ ბედს ჰქონდა ბოლო სიურპრიზი, გამჟღავნება, რომელიც გამოცდიდა ყველაფერს, რაც მათ სჯეროდათ, რომ იცოდნენ სიყვარულის, ოჯახისა და პატიების შესახებ. ბათუმში დაბრუნების მგზავრობა იყო მოლოდინისა და ნერვიულობის ნაზავი გიორგისა და თამარისთვის. ყოველი კილომეტრი, რომლითაც ქალაქს უახლოვდებოდნენ, ასევე აახლოებდა ლუკასთან მომენტთან, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ. ჩავიდნენ ბათუმში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ისევ დაბინავდნენ იმავე სასტუმროში, რომელიც დაიკავეს მათი წინა ვიზიტის დროს. იმ ღამით არც ერთს არ ეძინა კარგად მათი გონება სავსე იყო კითხვებითა და წარმოსახვითი სცენარებით იმის შესახებ, როგორი იქნებოდა ლუკასთან შეხვედრა. დიდი დღის დილა გათენდა მზიანი და თბილი, თითქოს ამინდს სურდა აერეკლა ის იმედი, რომელსაც გრძნობდნენ. ჩაიცვეს ყურადღებით, სურდათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ არ უნდოდათ ზედმეტად ფორმალურები ჩანდნენ. ფიქრობ, მოვეწონებით, კითხა თამარმა, როდესაც სარკეში იყურებოდა, ნერვიულად ისწორებდა ბლუზას. გიორგი მიუახლოვდა, მოხვია ხელები უკნიდან. მოეწონები, თქვა რბილად. მისი დედა ხარ ბოლოს და ბოლოს. თამარი შემობრუნდა მის მკლავებში, შეხედა ემოციით სავსე თვალებით. და შენ ხარ მისი მამა. ერთად ვართ ამაში, არა? ყოველთვის, უპასუხა გიორგიმ, რბილად აკოცა. შეხვედრა დაგეგმილი იყო ხარატიშვილების სახლის ახლოს მდებარე პარკში. როდესაც გიორგი და თამარი ჩავიდნენ, დაინახეს ოჯახი უკვე იჯდა სკამზე პატარა ტბის ახლოს. ლუკა იყო თავის მშვილებელ მშობლებს შორის მისი პატარა ფიგურა ასხივებდა ცნობის მოყვარეობისა და ნერვიულობის ნაზავს. როგორც კი უახლოვდებოდნენ, გიორგი მიგრძნო, რომ გული სულ უფრო სწრაფად უცემდა. ეს იყო მომენტი, რომელსაც 10 წელზე მეტს ელოდნენ. ხარატიშვილებმა დაინახეს ისინი, როგორ მიახლოვდნენ და წამოდგნენ. ლუკამ შეხედა მათ დიდი ცნობის მოყვარე თვალებით, ოდნავ მოუჭირა თავისი მშვილებელი დედის ხელს. ლუკა, თქვა რბილად ქალბატონმა ხარატიშვილმა, ესენი არიან გიორგი და თამარი. ისინი არიან შენი ბიოლოგიური მშობლები. დადგა სიჩუმის მომენტი, როდესაც ლუკა უყურებდა მათ, მისი თვალები გადადიოდა ერთიდან მეორეზე. თამარმა შეიკავა სუნთქვა, ეშინოდა ნებისმიერი მოძრაობის, რომელმაც შეიძლება შეაშინოს ბავშვი. საბოლოოდ, ლუკა ალაპარაკდა. გამარჯობა, თქვა მორიდებით. თქვენ ხართ. თქვენ მყავდით მუცელში. თამარმა იგრძნო, რომ წრემლები ავსებდა მის თვალებს. დიახ, ძვირფასო, თქვა რბილად. მე გატარებდი მუცელში. ლუკამ თავი დაუქნია, ამუშავებდა ინფორმაციას. შემდეგ შეხედა გიორგის. და შენ ხარ ჩემი მეორე მამა. გიორგი დაიჩოქა, რომ ლუკას დონეზე ყოფილიყო. დიახ, ვარ, თქვა ემოციით გატეხილი ხმით. ლუკამ ერთხელ კიდევ შეხედა ორივეს მომენტში და შემდეგ ყველას გასაკვირად, წინ გადადგა ნაბიჯი და ჩაიხუტა მათ. ეს იყო სწრაფი ჩახუტება, თითქმის მორიდებული, მაგრამ საკმარისი იყო, რომ გიორგისა და თამარის გულები დამდნარიყო. შემდეგი წუთები იყო ემოციების მორევი. ყველანი ერთად დასხდნენ და ლუკამ დაიწყო კითხვების დასმა, მისი ბუნებრივი ცნობის მოყვარეობა ამარცხებდა საწყის მორიდებულობას. რატომ გამაშვილეთ, კითხა ერთ მომენტში, მისი ხმა პატარა, მაგრამ მტკიცე? გიორგიმ და თამარმა ერთმანეთს შეხედეს. წინასწარ ელოდნენ ამ კითხვას, მაგრამ მაინც მისი გაგონება მათი შვილის პირიდან მტკივნეული იყო. ლუკა, დაიწყო თამარმა რბილად, როცა დაიბადე, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და არ ვიყავით მზად მშობლები ვყოფილიყავით. გვინდოდა საუკეთესო შენთვის და ვიცოდით, რომ ვერ მოგცემდით ყველაფერს, რასაც იმსახურებდი იმ მომენტში. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიგვიღია ჩვენს ცხოვრებაში, დაამატა გიორგიმ. მაგრამ გავაკეთეთ ეს იმიტომ, რომ გვიყვარდი და გვინდოდა, რომ გქონოდა საუკეთესო შესაძლო ცხოვრება. ლუკამ თავი დაუქნია, ჩანდა, რომ ესმოდა თავისი ასაკის მიუხედავად. და ახლა,
კითხა. ახლა გინდათ ჩემი მშობლები იყოთ. თამარმა იგრძნო, რომ გული ემღვრეოდა. ძვირფასო, შენი მშობლები არიან ისინი, ვინც გაგზარდეს და გიყვარდათ ყველა ამ წლის განმავლობაში, თქვა უყურებდა ხარატიშვილებს მადლიერებით. ჩვენ მხოლოდ გვინდა ვიყოთ შენი ცხოვრების ნაწილი, თუ შენ გინდა. ლუკამ, როგორც ჩანს, იფიქრა ამაზე მომენტით. როგორც ბიძა და დეიდა, კითხა ბოლოს. გიორგიმ გაიღიმა, გრძნობდა ტკივილისა და შვების ნაზავს კითხვის უმანკოების გამო. რაღაც ამდაგვარი, თქვა. შეგვიძლია ვიყოთ ის, რაც გინდა რომ ვიყოთ. დანარჩენი შეხვედრა გაიარა საუბრების სიცილისა და რამდენიმე ცრემლის ბუნდოვან ნარევში. ლუკამ მოუყვა მათ თავისი სკოლის, მეგობრების, ჰობიების შესახებ. გიორგი და თამარი სვამდნენ ყოველ სიტყვას, ყოველ ჟესტს, ცდილობდნენ დაეკავებინათ დაკარგული 10 წლის მომენტები. როცა დადგა დამშვიდობების დრო, ლუკამ კვლავ გააკვირვა ისინი, საკუთარი ინიციატივით ჩაეხუტა. კვლავ გნახავთ, კითხა. თუ გინდა და თუ შენი მშობლები თანახმა არიან, ძალიან გვიხარია შენი კვლავ ნახვა, თქვა გიორგიმ უყურებდა ხარატიშვილებს დადასტურებისთვის. ხარატიშვილებმა თავი დაუქნიეს. შეგვიძლია მოვაწყოთ მეტი ვიზიტი, თქვა ბატონმა ხარატიშვილმა. ნაბიჯი. როცა უყურებდნენ ლუკას, როგორ შორდებოდა ხარატიშვილებთან ერთად, გიორგი და თამარი დარჩნენ ჩუმად, გადატვირთულები ემოციების ინტენსივობით, რომლებიც განიცადეს. ის სრულყოფილია, ჩურჩულით თქვა თამარმა ბოლოს. გიორგიმ თავი დაუქნია, ჩაეხუტა. ასეა. და ის არის ჩვენი შვილი. იმ ღამით სასტუმროში დაბრუნებულები გიორგი და თამარი საათობით საუბრობდნენ შეხვედრის შესახებ, კვლავ განიცდიდნენ ყოველ მომენტს, ყოველ სიტყვას. ისინი ეიფორიაში იყვნენ მადლიერების შანსისთვის, რომელიც მიეცათ. მაგრამ როცა ძილისთვის ემზადებოდნენ, თამარმა შეამჩნია, რომ გიორგი ჩაფიქრებული ჩანდა. რა ხდება? კითხა შეშფოთებულმა. გიორგიმ შეხედა მას უცნაური გამომეტყველება სახეზე. არის რაღაც, რაც არ მასვენებს, თქვა ნელა. რაღაც ლუკას შესახებ. რაღაც ნაცნობი. რას გულისხმობ? კითხა თამარმა დაბნეულმა. ზუსტად არ ვიცი, უპასუხა გიორგიმ. ეს არის უბრალოდ გრძნობა. თითქოს არის რაღაც, რასაც ვერ ვამჩნევთ. თამარმა შუბლი შეჭმუხნა, ცდილობდა გაეგო. ფიქრობ, რომ არის რაღაც მეტი, რაც უნდა ვიცოდეთ. გიორგიმ მხრები აიჩეჩა. შეიძლება არაფერი იყოს. მაგრამ ვერ ვიშორებ გრძნობას, რომ აკლია ერთი ნაწილი მოზაიკის. როდესაც დაწვნენ, ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ გიორგის ეს გრძნობა იყო მეტი, ვიდრე წინათ გრძნობა. ეს იყო პრელუდია გამჟღავნებისა, რომელიც შეარყევდა ყველაფრის საფუძვლებს, რაც მათ ეგონათ რომ იცოდნენ, სიმართლისა, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მათი ცხოვრების მიმართულებას. ლუკასთან პირველი შეხვედრის შემდეგი დღეები იყო ემოციების მორევი გიორგისა და თამარისთვის. ისინი შეთანხმდნენ, რომ დარჩებოდნენ ბათუმში კიდევ ცოტა ხანს, იმედით, რომ ექნებოდათ მეტი შესაძლებლობა ენახათ შვილი. ხარატიშვილები, რომლებიც აჩვენებდნენ გულუხობას, რომლისთვისაც გიორგი და თამარი ვერ წყვეტდნენ მადლობის გადახდას, დათანხმდნენ მეტი შეხვედრის ორგანიზებაზე, ყოველთვის მათი ზედამხედველობით და ლუკას კეთილდღეობის პრიორიტეტად ქცევით. ყოველთვის, როცა ლუკას ხედავდნენ, გიორგი გრძნობდა, რომ ეს ნაცნობობის გრძნობა იზრდებოდა. იყო ჟესტები, გამომეტყველებები, თვითონ ლაპარაკის მანერა, რომლებიც უცნაურად ნაცნობად ეჩვენებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა ამის მიზეზის ამოცნობას. ერთ საღამოს ლუკასთან და ხარატიშვილებთან პარკში პიკნიკის შემდეგ, გიორგიმ გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა უფრო ღრმად გამოძიება. სანამ თამარს სასტუმროში ეძინა, ის წავიდა ნინოს ოფისში, სოციალური მუშაკისა, რომელმაც გაუძღვა ლუკას გაშვილებას. გიორგი, თქვა ნინომ, გაკვირვებულმა მისი დანახვით. არ ველოდი დღეს შენს ნახვას. ყველაფერი რიგზეა. გიორგი დაჯდა, გრძნობდა თავს უხერხულად, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა. ნინო, მჭირდება დაგისვა კითხვა და მჭირდება, რომ იყოს სრულიად გულწრფელი ჩემთან. ნინომ შეხედა მას სიფრთხილით. რა თქმა უნდა. რას ეხება? არის კიდევ რაიმე, რაც უნდა ვიცოდე ლუკას გაშვილების შესახებ. რაიმე, რაც შეიძლება არ ეთქვათ ჩემთვის ან თამარისთვის. ნინო, როგორც ჩანს, ოდნავ დაიძაბა. გიორგი, ყველა რელევანტური ინფორმაცია ლუკას გაშვილების შესახებ უკვე მოგაწოდეთ. არ მესმის, რა შეიძლება კიდევ ეძებდე. მაგრამ გიორგი არ იყო კმაყოფილი. რაღაც იყო ნინოს რეაქციაში, რამაც გააღვივა მისი ეჭვი. ნინო, გთხოვ. თუ არის რაიმე მეტი, მჭირდება ამის ცოდნა.
ეს მნიშვნელოვანია. ნინომ შეხედა გიორგის დიდხანს, თითქოს შინაგან ბრძოლას აწარმოებდა. საბოლოოდ ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა, რომ დაეხურა თავისი ოფისის კარი. არის რაღაც, თქვა დაბალი ხმით, დაბრუნდა და დაჯდა. რაღაც, რაც არ უთქვამთ არც შენთვის, არც თამარისთვის. რაღაც, რაც ხარატიშვილებმაც არ იციან. გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. რა არის, ნინო? გთხოვ, მითხარი. ნინომ ერთი წამით დახუჭა თვალები, თითქოს ძალებს აგროვებდა. როცა გახსნა, პირდაპირ შეხედა გიორგის. ლუკა არ არის თამარის ბიოლოგიური შვილი. სიტყვები ჩამოვარდა როგორც ბომბი პატარა ოფისში. გიორგი მიგრძნო, რომ სამყარო ჩერდება მის გარშემო. რა, შეძლო ბოლოს თქმა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. მაგრამ თამარი იყო ფეხმძიმედ. მან ლუკა გაშვილებისთვის მისცა. ნინომ ნელა თავი დაუქნია. დიახ, თამარი იყო ფეხმძიმედ. მაგრამ იყო გართულებები მშობიარობის დროს. ბავშვი ვერ გადარჩა. გიორგი მიგრძნო, რომ ჰაერი აკლია. მაშინ, როგორ? იყო სხვა ბავშვი, განაგრძო ნინომ, მისი ხმა ემოციით დატვირთული. ბავშვი, რომელიც დაიბადა იმავე დღეს, იმავე საავადმყოფოში. მისი დედა გარდაიცვალა მშობიარობის დროს და არ ჰყავდა სხვა ნათესავები. როდესაც თამარმა გადაწყვიტა თავისი ბავშვის გაშვილება, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება. გიორგი წამოდგა თავისი სკამიდან, ვერ ახერხებდა ადგილზე დარჩენას. მეუბნები, რომ მისცეს თამარს ბავშვი, რომელიც არ იყო მისი? რომ მოატყუეს. ნინომ თავი დაუქნია, წრემლები ეგროვებოდა თვალებში. გააკეთეს ეს კარგი განზრახვით. ფიქრობდნენ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა ყველასთვის. თამარს არ მოუწევდა შვილის დაკარგვასთან გამკლავება და მეორე ბავშვს ექნებოდა შანსი ხოლო და ოჯახი. გიორგიმ გაიარა ხელები თმაში, ცდილობდა ინფორმაციის გადამუშავებას. მაგრამ მე ვარ ლუკას მამა, ხომ ასეა? ნინომ თავი გააქნია. არა, გიორგი. არც შენ და არც თამარს არ გაქვთ ბიოლოგიური კავშირი ლუკასთან. სიჩუმე, რომელიც მოხვა, ყრუმაყურებელი იყო. გიორგი ისევ დაჯდა, გრძნობდა თავს სრულიად გადატვირთულად. რატომ მეუბნები ამას ახლა? კითხა ბოლოს. ნინომ სევდით შეხედა. იმიტომ, რომ იმსახურებთ სიმართლის ცოდნას. და იმიტომ, რომ ლუკას შეიძლება დასჭირდეს ეს ინფორმაცია მომავალში სამედიცინო მიზეზებით. გიორგი მექანიკურად თავი დაუქნია, მისი გონება ჯერ კიდევ ცდილობდა გადაემუშავებინა აღმოჩენის სიდიადე. რა გავაკეთო ახლა, ნინო? კითხა, მისი ხმა გატეხილი. როგორ ვუთხრა ეს თამარს? ხარატიშვილებს? ლუკას? ნინო გადაიხარა წინ, აიღო გიორგის ხელები თავისებში. არ გჭირდება ახლავე მიიღო რაიმე გადაწყვეტილება. აიღე დრო ამის გასააზრებლად. და როცა მზად იქნები, აქ ვიქნები, რომ დაგეხმარო ამ სიტუაციაში ნავიგაციაში. გიორგი გამოვიდა ნინოს ოფისიდან, გრძნობდა თავს, თითქოს სიზმარში იყო. ბათუმის ქუჩები არასინამდვილედ, ბუნდოვნად ჩანდა. მისი გონება არ წყვეტდა ტრიალს გამჟღავნების გარშემო. სანამ სასტუმროში ბრუნდებოდა, ახალი რეალობა დაიწყო მასში დამკვიდრება. ლუკა, ბავშვი, რომელიც შეიყვარა როგორც შვილი ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, არ იყო ბიოლოგიურად მისი. არც თამარის. მაგრამ ეს არ ცვლიდა გრძნობებს, რომლებიც განვითარდა მის მიმართ. და თამარი. როგორ უნდა ეთქვა თამარისთვის, რომ შვილი, რომელიც როგორც ეგონა, გაშვილებისთვის მისცა, არასდროს არსებობდა? რომ ატარებდა დანაშაულისა და ტკივილის ტვირთს ამ გადაწყვეტილების გამო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაფერი დაფუძნებული ტყუილზე. როდესაც სასტუმროში მივიდა, თამარი ელოდა ღიმილის სახეზე, რომელიც სწრაფად გაქრა, როცა დაინახა მისი გამომეტყველება. გიორგი, რა ხდება? კითხა შეშფოთებულმა. ისე გამოიყურები, თითქოს მოჩვენება დაინახე. გიორგიმ შეხედა მას, გული ეტკინა იმ ტკივილის გამო, რომელსაც იცოდა, აპირებდა მიეყენებინა მისთვის. მაგრამ იცოდა, რომ ვერ დაუმალავდა სიმართლეს. არა ახლა. არა ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გამოიარეს. თამარ თქვარბილად აიღო მისი ხელები თავისებში. უნდა ვისაუბროთ. არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. და ასე ბათუმში მზის ჩასვლისას გიორგიმ დაიწყო ისტორიის მოყოლა, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას.
ისტორია დანაკარგის, მოტყუების, მაგრამ ასევე სიყვარულისა და ოჯახის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ. რაც არც ერთმა მათგანმა არ იცოდა იმ მომენტში იყო ის, რომ ეს გამჟღავნება, თუმცა მტკივნეული, გააღებდა კარს სიყვარულისა და ოჯახის ახალი გაგებისკენ და მიიყვანდა მათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომლებსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა გიორგის გამჟღავნებას, ყრუმაყურებელი იყო. თამარი უძრავად უყურებდა მას, მისი სახეურწმუნოებისა და ტკივილის ნიღაბი. არა, ჩურჩულით თქვა ბოლოს. არ შეიძლება იყოს სიმართლე. გიორგი მიუახლოვდა მას, ცდილობდა მის მკლავებში აყვანას, მაგრამ თამარმა უკან დაიხია. არ შემეხო, იყვირა, ცრემლები იწყებდა ლოყებზე ჩამოსვლას. როგორ შეგიძლია მითხრა ეს? როგორ შეგიძლია მითხრა, რომ შვილი, რომელიც მუცლით ვატარე, შვილი, რომელიც გაშვილებისთვის მივეცი, არასდროს არსებობდა? თამარ, გთხოვ, შეეხვეწა გიორგი. ვიცი, რომ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ნინომ დამიდასტურა. მას აქვს ჩანაწერები. არა, შეაწყვეტინა თამარმა, არ შეიძლება იყოს სიმართლე. ვგრძნობდი, როგორ იზრდებოდა ჩემში. ვგრძნობდი მის მოძრაობებს. დაობადე იგი. გიორგი მიგრძნო, რომ საკუთარი გული ეტკინა თამარის ტკივილის დანახვაზე. ვიცი, სიყვარულო. და ძალიან მწუხვარ. მაგრამ ბავშვი. ჩვენი ბავშვი. ვერ გადარჩა. თამარი ჩამოიშალა იატაკზე, უკონტროლოდ ქვითინებდა. გიორგი დაიჩოქა მის გვერდით, მოხვია ხელები. ამჯერად არ უარყო. ასე გაატარეს საათები, ჩახუტებულები სასტუმროს ოთახის იატაკზე ერთად ტიროდნენ შვილისთვის, რომელიც არასდროს გაიცნეს, სლებისთვის დანაშაულისა და სინანულისა, დაფუძნებული ტყუილზე, იმ საშინელი ირონიისთვის, რომ იპოვეს ბავშვი, რომელიც ეგონათ მათი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იყო. როცა ბოლოს დამშვიდნენ, თამარმა შეხედა გიორგის წითელი თვალებით. რას ვაკეთებთ ახლა? კითხა, მისი ხმა ტირილისგან ჩახლეჩილი. გიორგიმ თავი გააკნია. არ ვიცი, აღიარა. მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ რაც არ უნდა გადავწყვიტოთ, გავაკეთებთ ერთად. მომდევნო დღეები იყო ემოციებისა და რთული გადაწყვეტილებების მორევი. გიორგისა და თამარს ჰქონდათ გრძელი საუბრები ნინოსთან, ათვალიერებდნენ ჩანაწერებს, ცდილობდნენ გაიგოთ, როგორ და რატომ იქნა მიღებული ასეთი დრამატული გადაწყვეტილება. ეს იყო შეცდომა, აღიარა ნინომ. კარგად განზრახული შეცდომა, მაგრამ მაინც შეცდომა. ექიმებმა იფიქრეს, რომ საუკეთესოს აკეთებდნენ ყველასთვის. მაგრამ კარგი განზრახვების ცოდნა გადაწყვეტილების უკან არ ხდიდა მის მიღებას უფრო ადვილს. თამარმა გაატარა დღეები მონაცვლეობით რისხვას, ტკივილსა და ღრმა დეპრესიას შორის. გიორგი აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო მის მხარდასაჭერად, მაგრამ თვითონაც ებრძოდა საკუთარ ემოციებს. ამ ყველაფრის შუაში იყო ლუკა. ბავშვი, რომელიც შეიყვარეს, რომელიც ეგონათ მათი ბიოლოგიური შვილი, მაგრამ ახლა იცოდნენ, რომ არ იყო. რას ნიშნავდა ეს მათთან ურთიერთობისთვის? სწორედ მათი ერთ-ერთი გრძელი ღამის საუბრისას, თამარმა დასვა კითხვა, რომელსაც ორივე თავს არიდებდა. რა ვუთხრათ ლუკას? კითხა ჩუმად. და ხარატიშვილებს. გიორგი მღრმად ამოისუნთქა. არ ვიცი, აღიარა. ჩემი ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა ვუთხრათ სიმართლე. მათ აქვთ უფლება იცოდნენ. მაგრამ მეორე ნაწილი. მეორე ნაწილს არ უნდა ლუკას დაკარგვა, დაასრულა თამარმა. გიორგიმ თავი დაუქნია სუსტად. ვიცი, რომ არ არის ჩვენი ბიოლოგიური შვილი, მაგრამ გვიყვარს. და მან მიგვიღო თავის ცხოვრებაში. თამარი გაჩუმდა ერთი მომენტით ფიქრიანი. იცი, თქვა ბოლოს, როცა გადავწყვიტე ჩემი ბავშვის გაშვილება, გავაკეთე ეს, რადგან მინდოდა, რომ ჰქონოდა საუკეთესო შესაძლო ცხოვრება. მინდოდა, რომ მხოლოდ ამ მშობლები, რომლებსაც შეეძლოთ მიეცათ მისთვის ყველა ის სიყვარული და სტაბილურობა, რომელიც მე ვერ შევძელი იმ მომენტში. გიორგი უყურებდა მას, ელოდა, სად მიდიოდა ამით. და ეს არის სუსტად ის, რაც ლუკას აქვს, განაგრძო თამარმა. ჰყავს შესანიშნავი მშობლები, რომლებსაც უყვართ და გაზარდეს ის. და ახლა, ასევე ვყავართ ჩვენ. იქნებ ეს არის ის, როგორც უნდა ყოფილიყო. გიორგი მიგრძნო, რომ რაღაც ეშვება მკერდში. ამბობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ საიდუმლო. თამარმა თავი გააკნია. არა, ზუსტად ასე არა. ფიქრობ, უნდა ვუთხრათ სიმართლე ხარატიშვილებს. მათ იმსახურებენ ამის ცოდნას და ლუკას შეიძლება დასჭირდეს ეს სამედიცინო ინფორმაცია მომავალში. მაგრამ შეიძლება არ გჭირდება სხვა რამის შეცვლა.
რას გულისხმობ? გულისხმობ, რომ შეიძლება შევძლოთ ლუკას ცხოვრების ნაწილად დარჩენა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვიყავით. როგორც დამატებითი ფიგურები მის ცხოვრებაში, არა მისი მშობლების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ შესავსებად. გიორგიმ ერთი წამით განიხილა ეს. და რა ჩვენს ბიოლოგიურ შვილთან დაკავშირებით? რომელიც დავკარგეთ? თამარმა აიღო მისი ხელი, წრემლები ედგა თვალებში. ვიგლოვებთ მას, თქვა რბილად. გავიხსენებთ. მაგრამ არ დაუშვებთ, რომ ამ დანაკარგმა ხელი შეგვიშალოს ლუკას სიყვარულში ან მისი ცხოვრების ნაწილად ყოფნაში, თუ მას ვუნდივართ. გიორგი მიგრძნო, რომ გული ევსებოდა სიყვარულით ამ საოცარი ქალის მიმართ. მიუხედავად მთელი ტკივილისა და დაბნეულობისა, ის მაინც პოულობდა ძალას, რომ ეყვარებინა, ეფიქრა რა იყო საუკეთესო ყველასთვის. შენ საოცარი ხარ, იცოდი, თქვა ნაზად აკოცა მის ხელზე. თამარმა სუსტად გაიღიმა. არ ვარ საოცარი. მხოლოდ ვცდილობ სწორი რამ გავაკეთო. მომდევნო დღეები იყო რთული საუბრების მორევი. ჯერ ნინოსთან, შემდეგ ხარატიშვილებთან. როგორც მოსალოდნელი იყო, ხარატიშვილები იყვნენ შოკირებულები და დაბნეულები გამჟღავნებით. მაგრამ საწყისი შოკის შემდეგ აჩვენეს გაგება და თანაგრძნობა, რომლის აღფრთოვანებასაც გიორგი და თამარი ვერ წყვეტდნენ. ლუკა არის ჩვენი შვილი, თქვა მტკიცედ ბატონმა ხარატიშვილმა. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოვიდა. გაგვიზრდია, გვიყვარდა პირველი დღიდან. ეს არ შეიცვლება. და თქვენ კვლავ მისაღები ხართ მის ცხოვრებაში, დაამატა ქალბატონმა ხარატიშვილმა, ყველას გასაოცრად. გიჩვენებიათ, რამდენად გიყვართ ლუკა. ის იმსახურებს, რომ გქონდეს მთელი შესაძლო სიყვარული თავის ცხოვრებაში. გადაწყვეტილება არ ეთქვათ ლუკასთვის სრული სიმართლე, სულ მცირე ახლა, ერთად მიიღეს ყველა ჩართულმა ზრდასრულმა. შეთანხმდნენ, რომ როცა ლუკა უფროსი იქნებოდა და უკეთ შეძლებდა სიტუაციის გაგებას, გადახედავდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამასობაში გიორგი და თამარი პირობას დებდნენ, რომ იქნებოდნენ მუდმივი და მოსიყვარულე არსებობა ლუკას ცხოვრებაში, არა როგორც ბიოლოგიური მშობლები, არამედ როგორც სიყვარულისა და მხარდაჭერის დამატებითი ფიგურები. როდესაც საბოლოოდ დადგა თბილისში დაბრუნების დრო, გიორგი და თამარი გრძნობდნენ თავს განსხვავებულად. ჩავიდნენ ბათუმში შვილის საძებნელად, რომელიც, როგორც ეგონათ, გაშვილებისთვის მისცეს. მიდიოდნენ გულგატეხილები შვილის გამო, რომელიც ვერასდროს გაიცნეს, მაგრამ ასევე სავსე სიყვარულით ბიჭის მიმართ, რომელიც, თუმცა არ იზიარებდა მათ სისხლს, მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო. აეროპორტში, როდესაც ელოდნენ თავიანთ ფრენას, თამარმა შეხედა გიორგის. ფიქრობ, კარგად ვიქნებით, კითხა. გიორგიმ ჩაეხუტა, ნაზად აკოცა შუბლზე. ფიქრობ, რომ უფრო მეტად კარგად ვიქნებით, უპასუხა. ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ გავაკეთეთ ეს ერთად. და ახლა გვყავს ლუკა ჩვენს ცხოვრებაში. განსხვავებული გარემოებები, განსხვავებული როლები, მაგრამ მაინც კურთხევაა. თამარმა თავი დაუქნია, მიაყრდნო თავი გიორგის მხარს. მართალი ხარ. ეს არ არის ოჯახი, რომელსაც ველოდით, მაგრამ ეს არის ოჯახი, რომელიც გვაქვს. და მიყვარს ის. როცა თვითმფრინავში ადიოდნენ, ორივე გრძნობდა, რომ ხურავდნენ თავიანთი ცხოვრების ერთ თავს და იწყებდნენ ახალს. თავი უეჭველად სავსე გამოწვევებით, მაგრამ ასევე სავსე სიყვარულით, მეორე შანსებითა და იმის ახალი გაგებით, რას ნიშნავს ნამდვილად ოჯახად ყოფნა. თვეები, რომლებიც მოჰყვა გიორგისა და თამარის თბილისში დაბრუნებას, იყო მორგებისა და განკურნების პერიოდი. სიმართლე მათი ბიოლოგიური შვილისა და ლუკას შესახებ შეარყია მათი ურთიერთობის საფუძვლები, მაგრამ ასევე გააძლიერა ისინი გზებით, რომლებსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ. გადაწყვიტეს თერაპიის ძიება როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილის, რათა გადაემუშავებინათ მათი ბიოლოგიური შვილის დაკარგვის ტკივილი და ლუკასთან ურთიერთობიდან გამომდინარე რთული გრძნობები. ეს არ იყო ადვილი პროცესი, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიწყეს სიმშვიდისა და მიღების პოვნა. ამასობაში მათი ურთიერთობა ლუკასთან და ხარატიშვილებთან განაგრძობდა განვითარებას. ინარჩუნებდნენ რეგულარულ ვიდეოზარებს და ყოველ რამდენიმე თვეში აკეთებდნენ მოგზაურობას ბათუმში, რომ დრო გაეტარებინათ მათთან. ლუკა, რომელმაც არ იცოდა მისი ისტორიის რთული დეტალები, უბრალოდ სიამოვნებდა მეტი ადამიანის ყოლით, რომლებსაც უყვარდათ თავის ცხოვრებაში. ერთ დღეს მათი ერთ-ერთი ვიზიტისას ბათუმში ლუკამ დაუსვა თამარს კითხვა, რომელმაც მოულოდნელად დააფიქრა. დეიდა თამარ, თქვა, შეთანხმდნენ, რომ ლუკა დაუძახებდა მათ ბიძა და დეიდა, გეყოლება ოდესმე სხვა ბავშვი.